მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი ლიანა ჯერვალიძე, ჩვენი მეგობარი, გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გილოცავთ დედის დღეს, მადლობა რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ხვალ დაიდება, დღეს 3 მარტია და დღეს ვწერთ ამ ვიდეოს და იცის ჩვენმა მაყურებელმა, რომ ჩვენ წინასწარ ვწერთ ხოლმე ჩვენს პოდკასტებს. მადლობა მოლოცვისთვის, ყოველთვის ასეაბავდვა თქვენთან. ყველა ქალბატონს სულუცავ დედის დღეს და წარმატებას და ბედნიერებას უსურვებ. თქვენც კი სურვებთ ამ სიხარულს, რასაც შვილიერების სიხარული ქვია, ამითი გახარებას. მოკლედ, მიუხედავად ამ ესე ვთქვათ პოზიტიურ ნოტაზე დაწყებისა, ჩვენ გვაქვს ესეთი განსახილველი საკითხი, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვენი რეგიონისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა და პრობლემური თემა, იმიტომ რომ როგორც იყოს სავარაუდო პრინციპში ის რომ თუ ეს კამპანია სამხედრო კამპანია დაიწყებოდა, რასაც ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების იერიში ირანის წინააღმდეგ ქვია, სავარაუდო იყო რომ ის რეგიონზე გავრცელდებოდა და გავრცელდა კიდეც, ხო? ჩვენ ვიხილეთ ირანის საპასუხო მოქმედებები მთელს რეგიონში, ახლო-აღმოსავლეთის რეგიონში განთავსებული ამერიკის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ და იმ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მათ შორის რომელიც აი ამ სამხედრო პოტენციალს აძლიერებს, იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ ბაზების წინააღმდეგ მიტანილი იერიშები, ეს იყო როგორც სადაზვერვო ოფისების თუ რადარების და ასე შემდეგ წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები და ასევე ვიხილეთ ის, რომ ესე ვთქვათ, ჰეზბოლას დაჯგუფებამაც მიიტანა გარკვეული იერიში ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რის საპასუხოდაც ნახეთ ასევე ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშები ბეირუთის მიმართულებით. მოკლედ ეს არის. მე ვერ დავთვალე ზუსტად, მაგრამ ვეღარის ვქედი და უსმენ და 9 ქვეყანას უტევსო. ხო, ეგრე გამოდის ალბათ, არ ვიცი. ხო, ეს არა, ესე თქვა და ვეღარ ესე ესე პირად ვეღარ გადავთვალე. 9 ქვეყანას უტევს ამა თუ იმ ფორმითო, ესე თქვა ირანი. ხო, პრინციპში ყველა სამხედრო ბაზაზე იერიში მიტანილი არის. ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, ზოგი ბაზა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ზოგს ისეთი მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 6 ამერიკელი სამხედრო ამკვდარი, ანუ რაც ამერიკელებმა აღიარეს. იმას არ ვამბობ, თქვათ, ირანი ამბობს, რომ 550-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და მათ შორის აი სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად თითქმის 160-მდე ბავშვია. შესაბამისად, მოკლედ ეს არის ესეთი ზედაპირული მოცემულობა, პირველი რაც საინფორმაციო ველში ჩვენ გვხვდება, მაგრამ ამის უკან დგას დიდი, ესე ვთქვათ, ამბავი, ხო, ის რეგიონის კონფლიქტი შესაძლოა ითქვას, რომ ერთი თავისთავად სერიოზული, ესე ვთქვათ, შედეგები შეიძლება ამას მოყვეს, ესე ვთქვათ, ჩვენი რეგიონისთვის, მაგრამ ამის გარდა ეს არის, ასე ვთქვათ, გლობალური პროცესის გამოძახილი, ასე ვთქვათ, და მას ისტორიული წანამძღვრებიც აქვს, ხო? დიახ. გისმენთ. რომელსაც დავიწყოთ ესეთი პირველადი ესე თქვენი წარმოდგენით, რომ აი რას წმინდა ეკონომიკა და პოლიტიკა დაჯაჭვულია და ნუ ხა პოლიტიკური შეფასებების დრო იქნება კიდე და ასე შემდეგ ეს აი რა პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების წინსკენ მივდივართ ხა ჩვენ ამითი ეს რაც მოხდა ჩვენ სხვა ჩვენს ერთი თვეც არ არის ჩვენ რომ საუბრობდით ხო 2-3 გადაცემის წინ იყო და არ ვარაუდობდით რომ ეს 40-ის ყურე და ის არა თითქოს ვარაუდობდით ეს რა თქვენ საუბრობთ ამის შესახებ რა მძიმე შედეგების იქნებოდა. ეხლა უკვე ამის მოწმენი ვართ ხო ფაქტობრივად ეხლა რამდენიმე დღეა ჰორმუზის სრუტე რო ჩაკეტილია. ჰორმუზის სრუტე გადაკეტილია ხო რამდენიმე დღეა უკვე და ეს უკვე დილით დაადასტურეს რომ გადაკეტილია ხო 3 დღის წინ ვეთქვეს რომ საფრთხე აქვს შექმნილი. ისევ დახურეს. არა ჯერ ერთი უკაცრავად საუბრობდა ნუ ეხლა ამ პირობებში სურო გინდა გახსენდა ერთი ფასი აქვს ხო ახლა იქ რომელი ტანკერი გაივლის ახლა იქ და ვინ გაივლის ახლა ამ სიტუაციაში წითელ ზღვაში მოძრაობას აქვს საფრთხე შექმნილი ჰუსიტების მხრიდან ჰეზბოლა გააქტიურდა ჰამასი ალბათ გააქტიურდება იმიტომ რომ ღაზას სექტორის მიმართ რაც არის გაკეთებული ეს რაც გაკეთდა ყოველგვარ საზღვარს სცილდება ნებისმიერი ან გეოპოლიტიკური ინტერესის ან სხვა ინტერესის ჰუმანიტარული თვალსაზრისით ისეთი
რამეები არის მომხდარი, რომელსაც ძალიან დროში ხანგრძლივი შედეგები ექნება რეგიონში მიმდინარე პროცესების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ ერთდროულად ყველა მიმართულებით დარტყმის განხორციელებას. წითელი ზღვა, ესე იგი დასავლეთის მიმართ არის ეს მიმართული, ჩინეთის მიმართაც არის მიმართული, თუ ამას შევხედავთ ნავთობის კუთხით, ან გაზის 30% გამოდისო, ხო? დიახ, გამოდის, მაგრამ ის ორად იყოფა შემდეგ და ერთი მიდის ევროპისკენ. სოფლიო ნავთობის 30%-ია, ხო დაახლოებით? დიახ, და თხევადი გაზის უდიდესი რაოდენობა წარმოებულის კატარის მხრიდან. კატარმა უკვე დაკეტა თავისი ქარხნები, იმიტომ რომ დარტყმა არის განხორციელებული. ჩინეთს შეეხება, მაგრამ ნაკლებად შეეხება, იმიტომ რომ რუსეთიდან იყიდის მეც, ვიდრე აქამდე ყიდულობდა. თანაც მეორე მომენტი არის, რუსეთი რა გზით ყიდულობს, ასე ვთქვათ, მილსადენით და პლუს ეს შეუფერხებლად გაძლდეს. დიახ. ევროპა თუ აქამდე ათვალიერებდა და ამოწმებდა აბა მოლეკულები ვისიაო და შუამავლების საშუალებით მაინც რუსულს ყიდულობდა, მათ შორის ინდოეთიდან. ახლა მე ვფიქრობ, რომ ასეთი ბედნიერება აღარ ექნებათ, ყველაფერი ამოწმონ რუსეთიდან არის წამოსული. ამას ეს რამდენ ხანში იგრძნობს ამას სოფლიო წმინდა მარაგებიდან გამომდინარე, როგორ ხდება ხოლმე ნაცნობი? მარაგები საერთოდ სავალდებულო მარაგები დასავლეთ საერთაშორისო ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აქვს დადგენილი, რომ ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს 90 დღის მარაგი. ნავთობის კუთხით, მაგრამ თხევადი გაზის კუთხით ესეთი მარაგების არც ვალდებულება არის და არც არსებობს ესეთი მარაგები. აი სოფლიო როდის იგრძნობს ამას, ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის. დღეს დილით მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ ამერიკას აქვს გეგმა როგორ იმოქმედოს ასეთ შემთხვევაში. ამერიკის გეგმა შეიძლება იყოს ერთადერთი. ამერიკას აქვს დიდი რეზერვები. აი ამ რეზერვებს თუ გახსნის და გამოუშვებს თავის ბაზარზე ან საერთაშორისო ბაზარზე, მათ უნდა ჰქონდეთ გეგმა, რომ 2 თვეის განმავლობაში შეძლებენ ამ ომის თემის დახურვას და დაიწყებენ ამ რეზერვების ისევ შევსებას. იმიტომ რომ მეტი გზა მათ არ აქვთ. იმიტომ რომ 2 თვის შემდეგ ფაქტობრივად აღარ იქნება. უკვე ამოღებულ რეზერვებს და არა ნავთობსადენების ნავთობსადენების სამუშაოს კი არა. რეზერვებს სოფლიოს გაუხსნეს რეზერვებს? კი, დაიწყებს გაყიდვას. გაყიდვას დაიწყებს. რომ ჯერ თავისი კონდეს გეგმა ამის შევსების მერე. მაგრამ მერე ხომ უნდა შეავსოს ისევ. ამიტომ მას აქვს რაღაცა 2 თვის ლუფტი. მე ბუნებრივია ცხადია, მე ვერ ვერკვევი ამაში თქვა. ამერიკას რეზერვები იმ მასშტაბის აქვს, რომ თქვა დასავლეთ ევროპის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს 2 თვე. არა, ევროპას თავისი აქვს. ევროპას თავისი აქვს. ყველა ქვეყანას, ვინც საერთაშორისო სააგენტოს, ენერგეტიკული სააგენტოს. ანუ 1-2 თვე, ესე იგი სოფლიო ამას მაინც და მაინც ვერ იგრძნობს. არა, ხო. თუ დაიწყეს დახარჯვა, აი გაძვირება როდიდან შეიძლება? ფიუჩერსებზე უკვე დაიწყო გაძვირება, ანუ მაისის არ არიან დარწმუნებული ქვეყნები, არ არიან დარწმუნებული სააგენტოები, რომლებიც ნავთობის და გაზის კოტირებებზე მუშაობენ, არ არიან დარწმუნებული, რომ მაისისთვის ეს იქნება დამთავრებული. ამიტომ დღეს თუ გაყიდვები არის, ვთქვათ, მაისიდან დაწყებული, ის უკვე გაძვირებული იქნება, იმიტომ რომ მაისში იქნება თუ არა დამთავრებული ეს კონფლიქტი, არ ასახეს მიიღებს დამთავრების შემდეგ ეს რეგიონი, რომელიც ევროპას და აზიას ერთდროულად ამარაგებს, დღეს ამას ვერავინ ვერ იტყვის. ისეთი პროცესები წავიდა. ანუ დღეს რაც ვნახე იყო, რომ სადღაც ნავთობზე სადღაც 10%-ით არის ფასი მომატებული და გაზზე 50%. 80-მდე მიდის უკვე ნავთობი. 82-იც იყო და ისა რა ქვია და გაზზე სადღაც 50%-ით მომატებულია ევროპული ბაზრისთვის ფასი. ამ წუთის დღევანდელი დილის მონაცემ 50%-ით. გაზის ფასები აი აპრილი, მაისის შესყიდვებზე. ანუ დღეს და რაღაც არა, მაგრამ მომავალ შესყიდვებზე უკვე ფასი მომატებულია. მაგრამ აქ იყო ერთი მომენტი, როდესაც აი ჰორმუზის სრუტის თემაზე რო იმას ვქნათ, რომ ერთი პირველ დღეს, ანუ 28 თებერვალს გავრცელდა რომ ჩაკეტეს, შემდეგ გავრცელდა რომ გახსნეს ისევ ეს და თქვა უსაფრთხოდ თითქოს გადაადგილდებოდა ტანკერები, მაგრამ ნუ იქ არის საუბარი იმაზე, რომ ნუ დღეს ისევ გაკეთეთ დღეს თუ გუშინ საღამოს ისევ განაცხადეს რომ ჩაკეტავდნენ ამას და ნებისმიერი მოძრაობა იქნებოდა ასე ვთქვათ ლეგიტიმური სამიზნე ამ სრუტეში.
თუმცა გაჩნდა ისეთი მოსაზრებაც, რომ შეიძლება ისა რა ქვია, არსებობდეს ჩინეთის რაღაცა მოთხოვნა ირანის მიმართ, რომ არ ჩაიკეტოს ეს სივრცე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პოტენციალი რუსეთიდან, თქვათ, ენერგორესურსების ყიდვის, ჩინეთისთვის ამ რესურსებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ითქვა, მაგრამ აქვე დავძენ მე რომ მეორე მხრივ ამბობენ რომ გამოიკვეთა რომ რამდენ ხანს გაგრძელდება ამას ვერავინ ვერ ამბობს, მაგრამ უპირატესობა არის ძალიან დიდი ამერიკის და ისრაელის მხარეზე, ხო? და უკან პოტენციურად დგას და სინამდვილეში ესეთი ხელშესახები ბერკეტი აქვს ორი ირანს. ეს არის დრონები, რასაც შეება და მეორეა ეს ორმოზის სრუტე, რითიც შეუულია რომ ესე ვთქვათ რეგიონის ენერგო დიალოგი იქნება თუ ხელშესახები პასუხი რა ითი შეუულია მას გასცეს მეტი მას ესე ვთქვათ ხელშესახები არაფერი არ აქვს ერთი აქვს დრონი და მეორე აქვს იმიტომ რომ ავიაცია გემები მას ესე ვთქვათ ვერ უწევს და ხო რაკეტები და არა აქვს კიდევ აი რასაც აბობენ და რასაც შეშინიათ მან თქვა რომ მე პასუხს გავცემ ყველა თავის ქალაქებში ანუ რაღაც ეგრეთ წოდებული აი ვარაუდობენ რომ შეიძლება მას ქონდეს შენელებული მოქმედების რაღაც კერე მოკლედ ორმოზის სრუტე არის კოზი ხა ტყუილ ამას ირანი არც ეიოლად არ დათმობს ხა თუ რაღაცას დათმობს რაღაცას მოითხოვს სხვათა შორის გაჩნდა ესეთი ინფორმაციაც რა ძალიან საინტერესოა რომ თუ არ ვცდები ემირატებში იყო და მეორე ქვეყანა იყო კიდე დასახელებული შეიძლება ყატარი იყო ან რომ აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ ემირატები ზუსტად იყო რომ აღმოაჩინეს ესე ვთქვათ უბრალოდ დააკავეს მოსადის აგენტები, რომლებიც აპირებდნენ ადგილზე გარკვეული ესე ვთქვათ, დივერსიული აქციების მოწყობას. იმისაც რომ შემდეგ ეს დაბრალებოდა ირანს, რომ ესენის ჩართონ აი ამ კონფლიქტში დაპირისპირებაში და სხვათა შორის ირანმა ეს უკვე ოფიციალური განცხადების დონეზე გააკეთა, რომ აი ეს რა ქვია მაგას საუდის არაბეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მას არ მიუტანია შეიერიში. და ეს არ იყო მისი ვთქვათ მის მიერ განხორციელებული ქმედება. ანუ თლიანობაში იქ არის დიდი არეულობა ახლა, რომ ვინ რას ურტყავს და რა ამოცანებს და ვის რას აბრალებს. ვის რას აბრალებს და ვისი ჩართვა ვის წინააღმდეგ უნდა, იმიტომ რომ განსაკუთრებით აი ეს ქურთების გააქტიურების პროცესი მიდის, იმიტომ რომ როგორც ჩანს ამერიკელები და ებრაელები ერიდებიან საკუთარ სახმელეთო ოპერაციას ირანის ტერიტორიაზე, რაც მათთვის რაღაც შეიძლება მართლა დაუსრულებელ კონფლიქტში შესვლა და ტრაგიკული იყოს, მაგრამ სამაგიეროდ აძლიერებენ ამ ქურთული სეპარატიზმის თემას და მიდის დარტყმები ამ იმაზე, რა ქვია. ირანი ერაყის საზღვარზე რომ გარღვევის საშუალება მიეცეთ ქურთებს. თემა მათ პოლიტიკასებდა და აი საქართველოსზე გამავალ ხო ნავთობსადენების ფუნქცია იზრდება, მცირდება თუ ამაზე განსაკუთრებით ეს არ აისახება. ამ ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას რაც იწარმოება აზერბაიჯანში ნავთობი ამაზე მეტი ვერ იწარმოება. რაც მილსადენს რა გამტარობაც აქვს, ამაზე მეტს ვერ გაატარებს. ასევე გაზი რაც იწარმოება, ამაზე მეტი ვერ იწარმოება. შენ წარმოებას ნავთობის და გაზის ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ოთხ თვეში ვერ გააკეთებ. ამიტომ რაც გადის, ის გავა. შეიძლება თქვა ტანკერებით მეტი გადმოისროლონ, მაგრამ მცირე რაოდენობით, იმიტომ რომ კასპიაზეს ტანკერების რაოდენობა მერე ზღვის სიღრმე, რა ტანკერები შეიძლება ამოქმედო რა. კასპიაზე როგორ ტანკერები? კასპიაზე ტანკერებით ყაზახეთი. ის ხომ მაინც ირან და მერე დია ყაზახეთი და მერე მატარებლი? არა, მე მისადენზე დაერთება კაცო ახლაც ხდება. ხო და გაატარეს ეს მისადენდი ამდენს? კი, ჩვენი მისადენი 60%-ით იყო მაქსიმალურად დატვირთული. 60%-ით. და ახლა თუ აზერბაიჯანი დათანხმდება იმას, რომ აზერი ლაითი შეიცვალოს მისი ბრენდი და დაემატოს ემატება, ყაზახური ნავთობი კი ემატება, მაგრამ ყაზახური ნავთობში გოგირდის შემცველობაც მეტია და უფრო მძიმე ნავთობია მაშინ, როდესაც აზერბაიჯანულ ნავთობს ქვია აზერი ლაითი. რომლისგანაც წმინდა ბენზინი იწარმოება. ამიტომ ბრენდი უნდა შეიცვალოს მეტი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბაქოს უბსა უნდა დატვირთონ. არა, მე იმდენი ეკონომიკურ თვალსაზრისით არ ვეკითხავს, რამდენად უსაფრთხოები, რამდენად არის ეს აი ამ დიდ თამაში, რამდენად იქნება დიდი ბიჭებისთვის ესე თუ შეიძლება ეთქოს, თუ ბიჭები ქვიათ, თუ მოხუცები თუ რაც ქვიათ.
ამდენად შეიძლება ჩვენი უსაფრთხოებას დაემუქროს რამე ამ ნავთობს. ნუ არა, მე მგონი პირიქით არის ახლა ეგ რაღაცა თვალსაზრისით უფრო ზრდის ამ ნავთობსადენის და გაზსადენის უსაფრთხოების ამოცანებს, რომ აი უნდა იყო ეს მაინც უნდა შენარჩუნდეს. ვიღაცა ავრცელებდა რომ მაგას გუსხულო უსაფრთხოების ამოცანები რო იძდება, ვიღაცას ცდონება სხვა იძდება, რომ უსაფრთხოების ამოცანების გაზდა ნიშნავს, რომ საფრთხეს ესე როგორც ისეთივე სიტუაციაში ხარ აღმოჩნდებით, ხო როცა არავინ არ იცის ვინ რას ბომბავს იმ ქვეყნებში, იმიტომ რომ იქ როგორც უსმინდი მე აბა ჩვენ მეტი რა შეგვიძლია უსმენ ხო ინფორმაციებს ის ქვეყნები საკმაოდ ძიმე არასახსოვრებელ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. აი დღეს იყო ფეიკი გუშინ. ვიღაცა ავრცელებს ფეიქს, ვიღაცა ვითომ დევიდი თუ რაღაცა გვარის, რომელიც მერე ვიღაცა ჩვენსას აქვს გადმოტანილი, რომ ვითომ ირანი აპირებს დაარტყას აზერბაიჯანს და სომხეთს. და იქვე მე ინტერნეტში მივდე ეს არის ფეიკი, ეს არის გავრცელების, ესე იგი ანტიირანული ზურგიდან დარტყმის საფრთხე, რომ ამ ქვეყნებმა რაღაცნაირად აგრესიული პოზიცია დაიკავონ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ძალიან რეალისტური პოზიცია დაიკავა აზერბაიჯანმაც, სომხეთმაც გამოხატეს თავისი მიუსამძიმრეს, საქართველოსაც მიუსამძიმრეს, იმიტომ რომ ამ რეგიონზე ირანის გადმორთვა არავის არ აწყობს. აქ ისეთი ამბავი იქნება, რომ დედაშულს არ აიყვანს რაზე ლაპარაკი. და შევთანხმდით, რომ ირანსაც არ აწყობს. არა, რასაკვირველია, ახლა არავის არც ირანს არ აწყობს ეს. არც ირანს არ აწყობს ეს, რომ ყოველი მხრიდან კონდეს იქ აღმოსავლეთით კონდეს ცეცხლის კერა, დასავლეთით კონდეს. მაინც კიდე ერთი საშუალება არის და კიდე ერთი პერიოდია, რომ ადამიანებმა გონებას მოუხმონ. შეიძლება ასე პირდაპირ არ წყვეტს, მაგრამ რიგითმა მოქალაქეებმა ჩვეულებრივად მათ შორის საქართველოში რომ მოუხმოს, იმიტომ რომ გადახადოს არიელს და რა დონეც მოიცვა, ხო, ეგერ კიპროსიდან დაწყებული ცეცხლი წაუკიდეს ყველაფერს, ეს დღეს პრობლემა არ არის. და მით უმეტეს იმ ქვეყნებს და გამგებმა უნდა გაიგოს, იცავს ძალიან სერიოზული ძალა საქართველოსგან განსხვავებით და გნებავთ იგივე აზერბაიჯანისგან განსხვავებით და იგივე სომხეთისგან განსხვავებით. ამას არავითარი ქოლგა არ არის, რომ წვიმა არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს. საერთაშორისო აქვე უნდა აღინიშნოს, რა მიუხედავად იმისა, რაც ახლა თქვი, რომ იცავსო მათი ქოლგაო, ანუ აღმოჩნდა, რომ ეს ქოლგა არც ისე კარგად იცავს საბოლოო ჯამში. ხო, მაგრამ მაინც აი ეს ცალკე თემაა, კიდევ ძალიან საინტერესო სასაუბრო თემაა. კი, იმიტომ რომ ეგ ანუ საბოლოო ჯამში ტრამპსაც მოუწია ამის აღიარება, რომ არ ველოდითო, რომ ესე დაარტყავდაო იმ დანარჩენ რასელოდნენ ეგ არ ვიცი, მაგრამ არ ველოდითო, რომ დაარტყავდა აი ამ რაღაცა არაბული ქვეყნებს და იმ ბაზებს, რომელიც იქ არის განთავსებული და ძალიან საინტერესოა საერთოდ რასელოდნენ მაშინ, ანუ რა პასუხსელოდნენ მისგან ამის დაწყებისას, მაგრამ ეს სალკე ამბავია თითქოს რომ. თითქოს ახლა ჩვენ თქვით პოლიტიკა ვარა ესეთი ვითარებაც რომ ქვეყანაში უცებ გამოცვიდებოდნენ და რეჟიმი შეიცვლებოდა და ახლა ბუშტებს გაუშვებდნენ ხაერში და იქნებოდა საყოველთაო ზემი თითქოს ესეც მაინც და მაინც იცი რა არის ეს უკვე არ ვიცი მე მგონი უკვე სისტემად იქცა ამერიკული საგარეო პოლიტიკის რომ ისინი ვერ ხვდებიან რა ხდება ისლამურ სამყაროში და პატივს არ სცემენ ისე აკეთებენ ამას ყველაფერს რომ საბოლოოდ არ ითვალისწინებენ ისლამური სამყაროს რაღაცა ტენდენციებს პატივს არ სცემენ არანაირად სიკაურ მისწრაფებებს და ასე შემდეგ ეგრე შევიდნენ ერაყში ეგრე შევიდნენ ავღანეთში ეგრე აკეთებენ ახლა ირანში მანამდე ლიბიაში და ასე შემდეგ ანუ ეს მომენტ სირია ანუ ეს თითქოს ეს არაფერს არ წყვეტს ანუ ეს რაღაცა შეიძლება ეს აი სეკულარიზმი რომელიც დასავლური სეკულარიზმია იმდენად ტვინში გაჯდა რომ ვეღარ აღიქვამენ რომ კლერიკალური გარემო შეიძლება იყოს აბსოლუტურად კონსოლიდირებული რაღაცა აი ამ ხო ეს საერთოდ ეს ისეთი თემა მარტო კლერიკალურ გარემოზე არ არის ეს არის ნუ ეგრე ხო მარკეტული დამოყოლებული დასავლეთის და აღმოსავლეთის ასე ვთქვათ დაპირისპირებული სხვათა შორის გარდამავალი უპირატესობით მიდის და აქვს შეხედულები და ყოველთვის არის ალბათ აღმოსავლეთსაც უჭირს დასავლეთის გათვალისწინება მაგრამ ისტორია აჩვენებს, რომ აღმოსავლეთმა შემთხვევებში, აი, შეხედავ ლიტერატურის ისტორიიდან თითქოს უკეთესად იცის რა არის დასავლეთი, ვიდრე დასავლეთმა იცის, იმიტომ რომ აღმოსავლეთში არ არის ხოლმე ყოველთვის რაციონალიზმი. და აღმოსავლური ზუსტ იმას მომთხოვა, აღმოსავლური ირაციონალიზმი არის აღმოსავლური პოლიტიკის ძალიან რეალური და ცხოვრების ძალიან რეალური ნაწილი.
ანუ ის რომ აღმოსავლელის ქმედებებში ირაციონალიზმი იქნება, ეს უნდა იმთავითო გაითვალისწინო. ანუ ის არ მოიქცევა ყოველთვის ისე როგორც არის დაწერილი, ამიტომ არის ამოუხსნელი. ამიტომ უჭირს დასავლეთს გაგება. სხვათა შორის იყო ძალიან კარგი სტატია, ისა რა ქვია, ხომეინის სიკვდილთან დაკავშირებით ახლა, რომ ანუ მიზა მიმართულად არ წავიდა ბუნკერში. ხო. ანუ აი ესე უბრალოდ არ წავიდა ბუნკერში და ეს უკავშირდება შიიტურ რწმენას მეწამეობისას რა. ანუ ამ ელემენტის დადება უნდოდა. რომ ის აი ამ თავისი მეტიც ამოვე რომ იქ არც არაფერი ესე ვთქვა დიდი საამაყო სამხედრო თვალსაზრისით მისი განადგურება არ იყო, იმიტომ 87 წლის კაცი სიმსივნეთი და ისედაც რომელიც უკვე თითქმის 40 წელია ხელისუფლებაში და იქ იყო უკვე გარკვეული ვინც მართავდა უკვე რეალურად და ძალიან ბუნებრივად გადაიბარა ეს ყველაფერი და იდეალური და სამაგიეროდ ამან გამოიწვია როგორც ის ირანის შიგნით კონსოლიდაცია საზოგადოების, ისევე აი ეს ამბოხება, რომელიცაც უკვე პაკისტანიდან მოყოლებული ერაყამია რამადანის დღეებში. და თანაც რა არის იცით, ფაქტიურად მოკლეს კაცი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ირანში ბირთვული ენერგიის ბირთვული არსებობს მისი ფატვა, რომ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ქონდეს ირანს. ერთადერთი კაცი იყო, რომელიც მოკლეს. ხო, სხვა შორის ეგ თემაც იყო ძალიან საინტერესო, რომ ვინც მოლაპარაკე, ვისაც შეეძლო მოლაპარაკება, დასავლეთ ისინი დახოცილები არიან ახლა. ისე კი არ უნდათ მოლაპარაკება. რადიკალები არიან დარჩენილები. დღეს წავიკითხე რა დაიბეჭდა და ოფიციალურად რომ ესო გადაწყდა მას შემდეგო, რაცო მიზეზად არის შვეიცარიაში მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელმაო უყვირაო იმათ. და უყვირაო ამერიკის წარმომადგენლებს ხო, მაგრამ ერთმანეთთან შეხება არ ქონია, როგორ უყვირა, ეგეც საინტერესოა. იქ შეხვედრაზე არ ყოფილა. ანუ ერთმანეთს არ ხვდებოდნენ. ომანი დადიოდა, ომანის წარმომადგენელს მიქონდა კონვერტები აქეთ იქით. ერაც ხო, კი ბატონო. ისევ დასავლური მედიაცეს და ესო რო უთხრესო ტრამპიო გაუგნებული დარჩაო, ესო როგორ არა. ესე თქვა თუ ხმამაღალიც. მაგალითად შორის ვიტკოფმა თქვა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ესე იგი ირანელებიო ამაყობდნენ იმით, რომ უკვე აქვთო ბირთვული, ანუ იმ დონეზე გამდიდრებული ატომი და იმ რაოდენობით, რომ 11 ბომბის გაკეთება შეუძლიათ. ამ შეხვედრების დროს ამაყობდნენ და ძალიან საინტერესოა ომანის წარმომადგენელს მოქონდა ეს ინფორმაცია მათთან თუ როგორ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ არის გამოქვეყნდა. კარგი, მაგრამ ეხლა გავლენა და ერთი წუთით დავუშვათ. ხო, მოდი ეს ამბავი დავასრულოთ, იმიტომ ის მოლაპარაკებების ამბავი რატო? იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო ომანის საგარეო საქმეთა მინისტრისაც და სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ირანელები მზად იყვნენ ხელმოსაწერად, დოკუმენტიც არსებობდა. ეს დოკუმენტი ჩაიტანა ომანის წარმომადგენელმა ვაშინგტონშიც, ანახა ჯეი ვენსაც და ტრამპსაც და ჯეი ვენსი იყო აღფრთოვანებული და უკარო დაუბრუნდიო ჟენევაში, რომ აი ხა ჯერა რომ ხელი უნდა მოვაწეროთ ამ დოკუმენტს, სადაც ირანი ამბობს, რომ ექნება ნულოვანი მარაგი იმ გამდიდრებული ურანის, რომელიც იარაღისთვის არის შესაძლებელი, რომ გამოყენებული იქნას. ანუ ეს მარაგებს სრულიად გაანეიტრალებს, რომელსაც შეუძლია იარაღში იყოს. და არ ქონდა ამას. კი ბატონო. და დილით რო გავიღვიძევ და მესმის უკვე ამბავი. ხო, ნუ ეს შინ კიდე უამრავი რამეა და ჩვენ არ ვიცი ვინ დასაფრთხესელოდა, მაგრამ მე ისევ აინტერესებს აი შედეგების თვალსაზრისით, თუმცა საკურველია, ნუ ეს არ ცვლის ამ ჰუმანიტარულ კატასტროფას და ამას ყველაფერს განვიცდით, მაგრამ თქვათ და ამისთვის უკვე ტრამპა თქვა, რომ ამისთვისაც სათავარო სახმელეთო ოპერაციისთვის. მე და იმ გამოცდილებიდან, რაც ჩვენ გვაქვს ავღანეთი, ერაყი, ეს შეიძლება არაერთი თვე, არამედ ხანგრძლივ იმაში გადავიდეს. ეს არის ზუზარ-ბაზარი ქვეყანა, ყველამ ახლა ვიცით, რთული ლანდშაფტით, რთული და დიდი ისტორიით, რთულს არც ნეგატივით არ ვაუბრობ, არც პოზიტივით, მაგრამ ეს არის უძველესი იმპერია და თავისი დიდი გამოცდილებებით, ჩვენ თავისი პატრიოტიზმით და ასე შემდეგ და მოკლედ ესე ვიარაუდოთ, რომ მაინც ამ ყურეზე ვარ მე ორიენტირებული და ეს ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ვარიანტში ეს ყურე ამას ვერ ჩინეთი უშველის და ვერც მარსიანელები ეს ყურე დაიკეტება აი ასეთ შემთხვევაში აი ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში თქვათ აი ერთი წელიწადი თქვათ მინიმუმს ვამბობ, თუმცა აგერ უკრაინის ომი
ჩვენ ხედავდით ხო როგორ იწყებოდა არ მგონია რომ ყურე დაიკეტოს დიდხანს ეს გამორიცხულად მეჩვენება ეს ხოდა ეს არის თქვენ იმიტომ გეჩვენებათ რომ შეუძლებელია დაიკეტოს სოფლიო გამომდინარე და თუ დაიკეტა რა შედეგი იქნება ეს მაინტერესებს ფასები ხო მაგრამ ნუ აი რა დაიკეტა ფასები აიწევს ეკონომიკა ჩამოიქცევა აი ჩამოიქცევა მაგრამ აი ხოდა დაიკეტა მაინც აი რა მოხდა ეს მინდა რომ სურათი დაახლოებით აღმოწეროთ რატო თვლით რომ შეუძლებელია აიწევა რა თუ ირანი ამ ლოგიკით იმოქმედებს ირანში ისედაც არის ფასები ეკონომიკა არის განადგურებული და ბერკეტია ირანი ვერ გადაიტანს მაგას ვერც ირანი ვერც ერთი სპარსეთის ყურის ქვეყანა მაგას ვერ გადაიტანს ერთადერთი არის საუდის არაბეთი რომელსაც აქვს აღმოსავლეთიდან დასავლეთზე გამავალი ნავთობსადენი და იქიდან შეიძლება წითელ ზღვამდე მიიტანოს თავისი ნავთობი ერთადერთი არის საუდის არაბეთი და მეორე არის საემიროები რომელსაც აქვს თავისი ნავთობსადენი ომანის ყურემდე სამხრეთით და ისიც მცირე გამტარობის ყველა ქვეყანა არის დამოკიდებული მით უმეტეს თხევა დგას ვერ გადაიტანს სხვანაირად ანუ ეს საითკენ წავა დაწოლისკენ რომ ომი შეწყდეს თუ ირანი წნეხისკენ რომ ორი ვარიანტი ან ირანი ისე უნდა განადგურდეს რომ ვეღარ შეეძლოს ან უნდა სოფლიო წნეხმა შეწყვიტოს ომი ну მაინც ეთყობა ტრამპის სიგნალებიდან არის რომ ირანის განადგურებაზე არის მაინც ჯერჯერობით ორიენტირებული იყო ინფორმაცია ამერიკელი ექსპერტი არის ერთი რომელსაც პერიოდულად ვუსმენ და მე ვამოწმებს ხვებთან ხვები რას ამბობენ მან ორმა თქვა რომ გუშინ უკვე იყო ზარი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მელოუნისთან რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყოს მოლა არ ვიცი მე ამას იყო კი ბეთო წავიკითხო ოღონდ პასუხი არ იყო არანაირიო არა უარი პასუხი იყო უარი იმიტომ რომ ირანელებმაც იციან რომ ერთ თვეზე არის დაახლოებით ეს ომი გათვლილი თავისი მარაგებით რაკეტებით ადგილზე არსებული შესაძლებლობებით როგორც ჩანს ფიქრობენ რომ ამ ერთ თვეს ესენი გადაიტანენ და ამ ერთ თვეს გადაიტანს ნავთობის და გაზის ბაზარიც და მე თქვათ ყველასაც ერთი ლოგიკაა რომ ერთი თვის შემდეგ მხარეები ყაიმზე შეთანხმდებიან და რაც მოხდა ვითომ არაფერი არა გაჩნია მიზანი ვის რა აქვს ამოცანები ვის რა აქვს ვის რა ინსტრუმენტები აქვს ამ ამოცანების შესასრულებლად და საბოლოო შედეგი გისკენ როგორ უნდა წავიდნენ ეხლა ამათ უნდათ ირანის დაშლა იმიტომ რომ დიდი ხანია ამას ხოდა ირანის აი ხოდა ეს თუ ესე იგი სცენარი რატო თუ ირანი ამა თუ იმ ფორმით ჯერ ვთქვათ მაგრამ დარჩება აი ამ ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებს არსებული თან ირანი ხა ვინც იცის დღეს ჩვენ არ გავართოთ ეს არ არის ერთი კაცის და ორი კაცის ძალაუფლება ეს მთელი ინსტიტუცია ხოშ ბევრად უფრო ძლიერი ინსტიტუცია ვიდრე რომელი პარტია იქნებოდა ხო მთელი ამბავია ამ აიათოლებით გუშაკთა კორპუსი ხო ხო მოკლედ თუ ეს ისე დარჩება ამოცანა იქნება მიუღწეველი კი არა იქნება აი ვთქვათ იქნება ქვეყანა რომელიც ასევე კიდევ უფრო გაუმძაფრდება მიზანი რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს და დასავლეთის მიმართ იქნება რადიკალურად ესე იგი შედეგი იქნება ბევრად უფრო აგრესიული და ну არის გვინდა გახსენოთ რჩება ყოველთვის არის იაფი ბრძოლის იარაღი ეს არის ტერორიზმი და რომელიც ძალიან მძიმეა რომელიც ერაყის შემდეგ იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში და გვახსოვს იჭერდნენ და პირდაპირ იწერდნენ თავის მოკვეთის სცენებს აი ეს სცენარი იქნება საშინელება იმიტომ რომ ვეღარ დარჩება ხო კი ვამბობ რომ ერთ თვეში და სოფლიო ვერ გაუძლებს ეს ერთი ამბავია ну кай თქვა ამან რაღაცნაირად გარეგნულად გადაიტანა მეორე ვარიანტი ირანის დაშლა რაც თქვით ხო ჯერჯერობით სიგნალი რაც ნებისმიერ წინადადება რომ დაიშლება შინაარსი რომ გამო აი რაც ტრამპი ამბობს რომ ჩვენ ამაც მას თუ ეს არ იქნება და გავანადგურებთ ნიშნავს დაშლას ახლა განადგურება არ იგულისხმება ხო მოსახლეობა 100 მილიონს დავანადგურებთ 60%-ია სპარსი ხო ზოგი ამბობს რომ ნაკლებსაც კი ამბობს 60 მე ასე ხო ნაკლებ აი მაგას არ აქვს მნიშვნელობა დაიშალა ეს დაშლა გარნიშნავს რომ გამოცხადდება დამოუკიდებელი რესპუბლიკები და დემოკრატიის შენებლობას დაიწყება. არა, ეს იქნება სრული არეულობა. ხო და
მე აი იქიდან გამომდინარე, აბა რომელ სცენარში ხედავთ და ჩვეულებრივად 40 სრუტეში ივლის ნავთობია და ეს ხომ ნიშნავს რომ 40 სრუტეს ნავთობი არ მიდის ამერიკაში. ამერიკას აქვს ვენესუელა, ამერიკას აქვს კანადა და მექსიკა. არა, დისკომიდა იცით, კერგაწყვეტ ნახეთ. 40 სრუტე არის ევროპა და ჩინეთი. კი, მაგრამ ირანმა თუ ირანმა ერთი სცენარია თუ არ დაიშალა, ესე იგი ირანი დარჩება 40 სრუტის ერთ-ერთ მაკონტროლებლად, თუ მთავარად არა, ხო ეს არ დაიშალა ვთქვათ. და თუ დაიშალა ამის დაშლის პროცესში 40 სრუტი თავისთავად ვერ ფუნქციონირებს. ეს ხوار მოხდება უცებ დაიშალა ერთ დღეს. ეს არის ავიცი რამდენი წლიანი პროცესია ირანის დაშლა. ეს ხო ესე არ 100 მილიონიანი ქვეყანა არის და თავისი უთულესი ამბი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ენერგეტიკული კუთხით რა ხდება? ისრაელს აქვს თავისი რესურსები ზღვაში და მას არ ემუქრება არაფერი. გაზი აქვს. ნავთობს იღებს აზერბაიჯანიდან, მათ შორის ჩვენი არხით. ზღვით. მერე ზღვით კი, მერე ზღვით შედის. ევროპა ალბათ დაუბრუნდება რუსეთს, იმიტომ რომ მეტი გზა აღარ იქნება. ჩინეთიც მიიღებს ისევ რუსეთისგან. ინდოეთიც, რომელსაც ახლა შეჩერებული აქვს რაღაც შესყიდვები. მაგრამ ეს უკვე ინდოეთი რამდენად მიიღებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, წითელი ზღვა რამდენად იქნება გახსნილი რუსეთისთვის. არ ვიცით, რა დამოკიდებულება ექნება ხუსიტებს. შეიძლება გაატარონ, თქვათ, რუსული ტანკერები და არ გაატარონ სხვისი ტანკერები და სხვებს დაარტყან. ჩვენ ხო არ ვიცით რა სიზამენ. გააჩნია რუსეთსა და რუსეთის პოზიცია როგორი იქნება ირანის მიმართ. ხო და კიდევ ვინაკეთოთ, რატო ვიცით, რომ მე უნდა მეთქვა რომ მეჩვენება თქო და მე მეჩვენება რომ ამის უკან რომ გაკექავ ყველაფერში მის დროსაც კი რესურსები იყო. კაინი და აბელის დროსაც კი რესურსი იყო, ხო, რომ შეშურდა იმას. აი ეს რესურსი, ეს თლიანობაში ამ ენერგეტიკიდან გამომდინარე, რუსეთს აი უხერხ დავიყვანოთ, აწყობს, არ აწყობს, აი როგორია, გაცხადებები გადავდოთ გვერდზე, რომ აღშფოთებულია და არ შეუძლია, ესე იგი ჰუმანიტარული კატასტროფა შეაშფოთა ძალიან ეს გაცხადებები დათელია, მაგრამ აი უკან რადიოს სიღრმეში ეს რუსეთს ეს კონფლიქტი ენერგეტიკული თვალსაზრისით როგორ არის მისი დამოკიდებულება? რუსეთს აქვს 20 წლიანი სტრატეგიული შეთანხმება ირანთან. 5 წლის გაგრძელების შესაძლებლობით. ძირითადი აქ არის ენერგეტიკა. და პირობა აქვს მიცემული დაახლოებით 50 მილიარდი უნდა შეეტანა ირანის ენერგეტიკაში და მათ შორის გაზის ჰაბი უნდა შეექმნა ირანის სამხრეთ ნაწილში. ანუ უნდა შესულიყო რუსული გაზი სამხრეთით და შემდეგ იქიდან თხევადი გაზის სახით გადატვირთულიყო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. რატომ? იმიტომ რომ სხვა გზა რომ მოკლე გზა რომ რუსული გაზი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მოხვდეს არ არის. არ არის რატომ? იმიტომ რომ პაკისტანი, ახლა პაკისტანსა და ავღანეთს შორის ეს ომი და კონფლიქტი რომ დაიწყო, ერთ-ერთი გზა იყო განხილული ცენტრალური აზია, რუსეთი, ცენტრალური აზია და პაკისტანი, იმის ავღანეთის გავლით გასადენის. ესე იგი რომ წარმოვიდგინოთ აი ეს გასადენის ინფრასტრუქტურა, რომელიც მიდის ევროპისკენ, ეს უნდა დაბრუნებულიყო დასავლეთ მიმართულებიდან კი უნდა წამოსულიყო ცენტრალური აზიის გავლით და უნდა გასულიყო პაკისტანის სანაპიროზე. ახლა იქ არის ომი, ახლა 230 მილიონი ბირთვული სახელმწიფო არის პაკისტანი, ავღანეთში რა მდგომარეობა თითქოს და სტაბილიზაცია მოახდინეს, თითქოს რუსებმაც გამოიყვანეს ტერორისტული ჯგუფების ჩამონათვალიდან, თალიბები მიდიოდა სერიოზული მუშაობა, იმიტომ რომ ავღანელები დაინტერესებული არიან, რომ რესურსები მიიღონ თურქმენეთისგან, მათ შორის ახლა ელექტროენერგიას იღებენ თურქმენეთისგან. გასადენი არის დაგეგმილი, რომელიც თურქმენულ მხარეს უკვე დამთავრებული აქვს თავისი სეგმენტი და უნდა რომ შევიდეს ავღანეთში. ისე ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ აი ეს რუსეთი, ცენტრალური აზია, ავღანეთი, პაკისტანი სტაბილიზაცია მომხდარიყო და ენერგო მომარაგების უზრუნველყოფა. რატომ? იმიტომ რომ ამ ქვეყნებში არის მოხმარების ძალიან დაბალი დონე, არიან მრავალრიცხოვანი ქვეყნები. აქ სტაბილიზაცია ნიშნავს ნავთობის და გაზის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენებას.
და ამ ქვეყნების განვითარებას და პლუს ინდოეთზე გასვლას. ინდოეთის ბაზარზე გასვლას, რომელიც ასევე მზარდი ეკონომიკა არის. თან დემოკრატიული ეკონომიკა არის. და იქ ახლა რა ხდება? ვხედავთ, იქ არის ჩახსნილი ეს მიმართულება, არ ვიცით როდის დარეგულირდება. ეს ამბავი ახლა ირანზე არის ესეთი ზეწოლა, იმიტომ რომ ირანიდან ორმოზის სრუტიდან ანუ თქვენ ვთქვით გრძელვადიანში რუსეთის გეგმებს არ აწყობს უხეშად. აი მოკლევადიანში აი ამ ვითარება მოკლევადიანი არის უახლოესი 2-3 წელი თუნდაც 1 წელი. მოკლევადიანში ახლა ყველა ექსპერტი ამბობდა რომ ეკონომიკური პრობლემები გაიზარდა რუსეთის აი ამ ომის შედეგად ეს სანქცირებული ნავთობი და გაზი რას ნიშნავს იმას კი არ ნიშნავს რომ არ გადის მაგრამ იმდენი რგოლია ჩართული და იმდენი შუალედი ყლებს ამ ნავთობს და გაზის შუამავლები ემატება როგორც ხო დიახ და მინიმალური ფასიც დაბალია ამაზე აი ეს ვითარება ეხლა მის ფუნქციას ხომ წევს ეს რეალურად და მოთხოვნია რასაკვირველია თავისთავად ახლა გაზის ფასი რო $80 გახდა და შეიძლება $100 გახდეს ის მინიმალური რომელიც დადგენილი არის მის ნავთობს და გაზზე იქიდანაც შემოსავლები გაეზრდებათ იმიტომ რომ თავისთავად ის კი არა შეიძლება მაგასაც აღარ შეხედოს ევროპამ თუ ეს გაზი გაგრძელდა და ეს ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ მოეხსნა ეს სანქციები იმიტომ რომ ეს დაღუპვას ნიშნავს ხანგრძლივი ომი ნიშნავს მთლიანად დაიძიროს ევროკავშირი თუ არ მიება ისევ რუსეთს თუ ისევ რუსეთს არ მიება ეს მოთხოვნა მისი ენერგორესურსების დიახ მაშინ დაკარგავენ ეკონომიკას დაკარგავენ მთლიანად თუმცა რეალურად გლობალურ ჭრილში ესე რომ ვთქვათ, ახლა ეს კონფლიქტი ამერიკის პერსპექტივიდან გასაგებია რომ ისრაელის ინტერესების დაცვა და ისრაელის ინტერესებს ემსახურება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის რა თქმა უნდა იმ გლობალურ დაპირისპირებაში ჩინეთთან და რუსეთთან კონფრონტაცია. და შესაბამისად აქ კიდე ის საკითხი დგას, რამდენად შეიძლება იქცეს ირანი აი ამ ორი ძალის პროქსით აი ამ ზუსტად ამ გლობალურ დაპირისპირებაში. ხო, უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული ასე ვთქვათ, ტექნოლოგიები, რუსული ტექნოლოგიები, რომლებიც აპრობირებული იყო უკრაინის კონფლიქტში, გამოიყენება ირანის ასე ვთქვათ, დარტყმებში და ასე შემდეგ და ესე ვთქვათ, კი უარყო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ესე უარაზროვნად არ დაადასტურა უпростоრეთ ესე რომ ვთქვათ, რომ მიაწოდეს თუ არა რაიმე შეიარაღება ირანს ამ დღეების განმავლობაში. რომელიც გაჩნდა უკვე ეს კითხვები, იმიტომ რომ იმდენად სიზუსტით ხდება დარტყმების განხორციელება ირანული, ვთქვათ, დრონებითაც და რაკეტებითაც, რომ ეგრევე გაჩნდა კითხვა იმის შესახებ, რომ საიდან მოდის ეს ინფორმაცია და თუნდაც ეს ტექნოლოგიები, რომელთაც ისინი ახერხებენ ამას, განსხვავებით მაგალითად წინა ივნისის 12 დღიანი დაპირისპირებისა. ანუ ეს პროცესი იყო მთლიანად გამოხატული. ჩვენ არ უაროთ ნათელია რომ გრძელვადიანი, მაგრამ გრძელვადიანამდე რომ მიხვიდე პოლიტიკაში ესე და ცხოვრებაში მოკლევადიანიც უნდა გაიარო, იმიტომ მოკლევადიანში თუ წააგე და რუსეთს ჰქონდა ახლა გარკვეულად პრობლემები და თითქოს იყო, არა, მოკლევადიანი ამას უთქვა, მოკლევადიანი როგორიც ხო ერთი კვირა არ არის ხო აქ გამოსვლა მდგომარეობით. ანუ რო იწყება, ვის შეიძლება რომ დაალაგო ენერგეტიკული თვალსაზრისით გავიდა უკვე რამდენიმე დღე ვის აწყობდა. რუსეთს ვერ იტყვირო გადაგავდოთ მისი განცხადებები და ვიცი რომ გულჩვილები არიან და ესე ვთქვათ განიცადეს ეს ომის დაწყება ომი საერთოდ უჭირთ რუსებს ხო და არ შეუძლიათ ომის ცქერა მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით მათთვის ეს ახლა ალანად იყო სულის მოთქმა და კიდევ უფრო დიდი პერსპექტივით ვითხოვეთ ეს რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა ეს თუ რუსეთი ესე ვთქვათ როგორ გეგმავენ და ცხადია თუ კიდე მიება დასავლეთი ეს ნიშნავს ისეთ მოკლევადიან გამარჯვებას, რომ გრძელვადიანშიც გადასდეს შენ. იცით რა არის? ვენესუელა კი აქვს ამერიკას. ჩავთვალოთ რომ აქვს. ჩვენ არ ვიცით იქ ჩინეთი რას იზამს. ლათინურ ამერიკაში 70 მილიარდი აქვს შეტანილი. არ ვიცით იქ შიგნით როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე ინფორმაცია არ არის, მაგრამ დავუშვათ რომ აქვს. მაგრამ ნავთობი და გაზის წარმოება რომ დაიწყო 5-6 წელი ლიფტი გაქვს. მანამდე შენ წარმოებაზე გახვალ. ეგ არ არის ეგრე მარტივი საქმე. ამდენი წელი რომ ქვეყანა არის სანქციების ქვეშ, რომ არ ყიდულობ, რომ არ აძლევ განვითარების საშუალებას, ის არის დალუქული ფაქტი. ტექნოლოგიები არ შედის და ასე არაფერი და აი ამ წელში მოკლედ აი ონკანი ნავთობის აქვს რუსეთს გამოსაყენად. ამ წელში ნავთობის და გაზის ონკანი აქვს რუსეთს.
კი ბატონო. გარდა და მიწოდება შეუძლია ამის ჩაჭვებიც აქვს. მილსადენები აქვს. მილსადენები აქვს და ტანკერები აქვს, რომელიც შეუძლია ზემოდანაც ჩამოიყვანოს, ხო არქტიკული სივრციდან ჩამოიყვანოს ჩინეთში. კი ბატონო. გრძელვადიანში რასაკვირველია ინტერესი არის, რომ ჩვენ უნდა შევხედოთ რუსეთის თავარი პრობლემა არის ის, რომ ირანი როგორც სახელმწიფო არ განადგურდა. მისი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში მთავარი პარტნიორია. მეტი სხვა ესეთი ძირითადი პარტნიორი მას არ ყავს. ხო და ძიმე შედეგით რო ვთქვა, აი ესეთი ვარიანტი, აი პირველ ვარიანტს რო დაუბრუნდეთ. და ისე ენერგეტიკული საფუძვლით. თქვა და რაც თქვენ ვარაუდობთ, რომ ლოგიკიდან და სოფლიო დაწოლიდან დაახლოებით ერთ თვეში თვენახევარში ეს ამბავი დასრულდა პირობითად ვამბობ. ნუ ყაიმი დავარქვათ ამას. ნუ ჩინეთი, რუსეთი, ირანი შენარჩუნდა იგივე რეჟიმი და ამას ადასტურებს ტრამპიც და აი კონგრესმენი. თუ ამას ენდობენ ცალკეულ გამონათქვამებს და ვინმე სიტყვას თუ სადღაც რომელიმე ლიდერის სიტყვას თუ რამე ფასი აქვს, არა აღარც რეჟიმის შეცვლა ჩვენი მიზანი არ იყო, სხვა ჩვენ არ მოგვიკლავს. ძალიან ცუდი შედეგი მოყვა. ხო, ჩვენ არ მოგვიკლავს. ის მოკლედ ესეთი ამბავი იქნება, ნუ თუ შეიცვალა ცუდი არ იქნება, მაგრამ აი მოკლედ ირანი აღარ აწარმოებს ატომს. ნუ რომელსაც ამობდა რომ ისედაც არ ვაწარმოებთ, ნუ შეთანხმდა, აი დასრულდა ომი, ირანი აღარ აწარმოებს ატომს, მაგრამ ირანი დარჩა ის რაც არის. ეხლა იქ რო ხალხშია და წყურია ეგ მოგეხსენებათ რომ სოფლიო ამას სრემლების არ ჯერა და არავის არ ადარდებს. აქედან კაცმა რო თქვას რუსეთი მოკლევადიან გეგმაში მოგებული გამოვა, ამერიკის სიტუაცია ძლიერდება და ჩინეთის მაინც და მეც წაგებული არ არის ეს ვულკანი ისევ დარჩება, ისევ წაიღებს. მიმდინარე პროცესი არის ძალიან გრძელვადიან განვითარებაზე გათვლილი. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ისტორიას იმისთვის, რომ გავიგოთ დღეს რა მდგომარეობა, როგორი დალაგდა ჭადრაკის ფიგურები დაფაზე აი ასე, როგორც არის და რატომ ცდილობენ ამ ჭადრაკის დაფის აყირავებას ახლა. ამისთვის უნდა დაუბრუნდეთ ირანის რევოლუციას. ირანის რევოლუციის შემდეგ რა მოხდა? დაიწყო აიათოლა ჩამოვიდა და დაიწყო ირან-ერაყის ომი. ერაყი წახალისებული იყო იმისთვის, რომ ეს ომი დაეწყო. იმიტომ რომ ერაყმა დაიწყო პირველი თავდასხმები და პირველი თავდასხმები ერაყმა განახორციელა ხუზესტანის რეგიონზე, რომელიც არის ნავთობმწარმოებელი. 80 წელს. ბატონო? 80 წელს. დიახ, 80 წელს დაიწყო ეს ომი, გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს, 8 წელი გაგრძელდა ეს ომი. ბატონო? 10 მე მგონი. ხო. საბოლოო ხელისალა მოეწერა? დიახ. რა იყო ახლა ამ ომის ამოცანა რა იყო? ირანი და ერაყი საუკუნეების განმავლობაში ერთი და იგივე იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ. და როდესაც რევოლუცია მოხდა ირანში, ძალიან დასუსტდა ირანი და ერაყმა წარმოიდგინა თან მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა დასავლეთთან. დასავლეთის მიერ იყო დასმული, როგორც ჩემი მეგობარი ექსპერტები ახლო აღმოსავლეთიდან ამბობდნენ, როდესაც მე ვიყავი ლონდონში ერთ-ერთ აღმოსავლეთის კვლევის ცენტრში. ისინი ამბობდნენ, რომ დასვა დასავლეთმა იმისთვის, რომ ესე იგი ირანის საპირწონე ყოლოდა რეგიონში. საუდის არაბეთის გარდა. და მისი ამოცანა იყო აი ამ მთლიანად ირანის ნავთობის რესურსების, ირანს გაზი აქვს ასევე სამხრეთ ფარსის საბადოში, ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ამოცანა იყო აი ამ ერაყის მიერ ამ რესურსების კონსოლიდირებულად ხელში ჩაგდება. იმიტომ რომ ძალიან ემსუბუქათ ირანში არსებული მდგომარეობა. პირველი თავდასხმები ნავთობის ინფრასტრუქტურაზე გააკეთა ერაყმა, რასაც მერე უპასუხა ირანმა. რა მოხდა შემდეგ, რა მოხდა იცით, დასავლეთსა და რუსეთს შორის, საბჭოთა იმპერიას შორის დაპირისპირება მიდიოდა მაშინაც ირანზე. მაშინაც საბჭოთა პერიოდშიც. მინდა გითხრათ, რომ რუსეთის იმპერიის დროსაც 1907 წელს რუსეთის იმპერიამ და ბრიტანეთის იმპერიამ ისპაჰანზე გაიყო ირანი. და შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთმანეთის სივრცეში არ გადავიდოდნენ. დურანის ხაზს დაიცავდნენ პაკისტანსა და ავღანეთს შორის, აქ დაიცავდნენ ისპანეთზე გამავალ ხაზს. ეს კიდევ ცალკე ისტორიაა, იმიტომ რომ მაგ დროს ნავთობზე მიდიოდა მუშაობა, რომ იქნებ ირანში ნავთობი აღმოჩნდეს, მაგ დროს რუსეთის იმპერიაში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოება იყო ძალიან დიდ რაოდენობაზე გასული და რუსეთის იმპერია ცდილობდა ირანის
გახსნას რკინიგზის და ნავთობსადენის ასაშენებლად. და ელაპარაკებოდა ირანის მაშინდელ შაჰს ამის გახსნაზე. ძალიან დიდი დაპირისპირება მიდიოდა ორ იმპერიას შორის, იმიტომ რომ ბრიტანეთი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის გამოსვლას სამხრეთ სპარსეთის ყურეში და ეს დაპირისპირება გაგრძელდა სხვათა შორის პირველი მსოფლიო ომის დროსაც. საბჭოთა იმპერიის დროსაც მიდიოდა ეს დაპირისპირება. მართალია მეორე მსოფლიო ომის დროს შევიდნენ ორივე მხრიდან და ისევ იმ ხაზზე გაიყვეს. მაშინვე შევიდნენ? მაშინვე შევიდნენ. მაშინვე ეს რეზაფეხლები გაიქცა. იმიტომ რომ რა იყო იცით 30-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირმა გაუხსნა გერმანიას ვაჭრობის შესაძლებლობა თავისი ტერიტორიის გავლით სპარსეთთან. ესე იგი ვაჭრობა მიდიოდა გერმანიასა და ირანს შორის საბჭოთა გავლით. აქედან გამომდინარე ირანი იმდენად შეწუხებული იყო ამ ორი იმპერიის საუკუნეობრივი დაპირისპირებით მის სივრცეში, რომ მისი დამოკიდებულება და მიმღებლობა გერმანიის მიმართ გაიზარდა, რომ როგორღაც ესენი დაებალანსებინა. ამიტომ შაჰი იყო ბუნებრივი ომის შემდეგ ის აზერბაიჯანის შექმნას პირდაპირ გეგმა იყო საბჭოთა კავშირის შემოერთება ირანის და ამაშია საქმე, რომ აი მთელი ეს პროცესები მიდიოდა ორი იმპერიის დაპირისპირების ფონზე და როდესაც საბჭოთა იმპერიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაშინ გორბაჩოვის დროს მოლაპარაკებები დაიწყეს ერთმანეთთან სტრატეგიული უსაფრთხოების თემებზე, ბევრი თემა წამოიჭრა ასე შემდეგ და ამ დროს მიდიოდა ირან-ერაყის ომი. ახლა რა ხდება? კუვეიტი იყო ძალიან დიდი აღმოჩნდა დიდი დარტყმის ქვეშ. კუვეიტს ხო თავისი რესურსი ჰქონდა და მას ჭირდებოდა ამ რესურსზე რეაგირება და როდესაც ირანი და ერაყი ერთმანეთს უშენდნენ და ნავთობის ტანკერებს ირანი აფეთქებდა ტანკერებს, ესენი უშენდნენ ირანის აბადანის გადამამუშავებელს და წარმოებას და გაჩაღებული იყო დიდი ომი. და კუვეიტმა მაშინ შეიტყო, რომ ამერიკამ იმისთვის, რომ გამოეშვა ირანიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები, იარაღის მიწოდება დაუწყო, გახსოვთ ალბათ ირან გეიტსი ერქვა მაგას და იარაღი მიაწოდა ირანს. აქედან გამომდინარე კუვეიტმა დაასკვნა, რომ ამე შემიძლია ახლა რაღაცა სხვა თემების განვითარება და დაუწყო საბჭოთა კავშირის მოლაპარაკება, რომ ვინაიდან უკვე აღარ არის იდეოლოგიური დაპირისპირება დიდ ორ იმპერიას შორის, მოდი და ვთხოვ საბჭოთა კავშირს, რომ დაიცვას ჩემი ტანკერები. ორმოზის სრუტიდან თავისუფალი ნავიგაციისათვის. ეს რომ გახდა ცნობილი, მაშინ შემოიკრეს თავში ხელი, მინდა გითხრათ ამერიკელებმა, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ იდეოლოგიური ბარიერი ახლო აღმოსავლეთსა და საბჭოთა კავშირის შორის აღარ რჩებოდა, იმიტომ რომ ბარიერი იყო იდეოლოგიური. ამათ არ უნდათ ეს კომუნისტური იდეოლოგია, საბჭოთა კავშირი ისტორიული გამოცდილება ცუდი ჰქონდა და უცებ აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ფლოტი შეიძლება გამოჩნდეს ორმოზის ყურეში აი ამ ქვეყნების ნავთობ ტანკერების ესკორტირებისათვის და ამას მოყვა პირველი, ასე ვთქვათ, ესკორტირება და ამერიკის ფლოტის გამოჩენა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და მერე როდესაც ერაყმაც დაარტყა კუვეიტს და უკვე კუვეიტის წინააღმდეგ ანექსიას აპირებდა და შევიდა და მოკლედ რაც ვიცით მერე რაც მოხდა, აი მის შემდეგ დაიწყო ამერიკული ბაზების განთავსება რეგიონში. რასაც თქვენ ყოველთვის ბრიტანეთი და ახლაც იგივე სიტუაცია, ამის თქმა მინდა, იმპერიის დროს ასე იყო, საბჭოთა იმპერიის დროს ასე იყო, ახლაც იგივე სიტუაცია. ხო და რასაც თქვენ ძანეთ, აქ ახლო აღმოსავლეთში და ირანში და ერაყში და მაშინ ყოველთვის ძლიერდა პირიქით ისტორია, ბრიტანეთი იყო ყოველთვის ძალიან ძლიერად წარმოდგენილი. სხვა შორის გაჟღერდა რამოდენიმეჯერ ახაც დაიწერა, რომ სინამდვილეში კი არა, ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ ამერიკა მთლიანად გამოდევნის ბრიტანულ ინტერესებს ამ რეგიონიდან, აი ამ ომის და ეს იქნება დიდი ცვლილება. სხვა შორის ევროპაც რაღაცნაირად პირველად არის თითქოს ესე, რომ როგორ თითქოს განზე კი არ დგას, ჯერ ერთი განზე დატოვეს, უფრო სწორი იქნებოდა, ჯერ ერთი განცხადება, რომ ჩვენ არ ვიცოდით ამის შესახებ, იცოდნენ, არ იცოდნენ, მაგას დენ მნიშვნელობა რა, უკვე ეს განცხადებაც კი არის, რომ გვერდზე არიან მერე იქ მონაწილეობის მიღება, იქ ბრიტანეთი პირველად არის, ტრამპმა თქვა, რომ არ ბაზა არ დაუთმო, მერე დაუთმო რაღაც, მაგრამ რაღაცნაირად გვერდზეა ამ პროცესებიდან. იცით რა არის, მინდა გითხრათ, რომ 51 წელს, აი პირველად რომ ჩამოაგდეს შაჰი და რომში რომ გაიქცა და
ბიპის გამოდევნა რო დაიწყო მოსადეგმა ირანიდან. აი მაშინ ბრიტანელებს სწორედ იმის შიში ჰქონდათ, რომ ამერიკელები რაღაც პროცესებს უწყობდნენ ხელს იმისთვის, რომ ბიპი გამოედევნათ, იმიტომ რომ ბიპი იყო ძალიან დიდი ფინანსების წყარო ბრიტანეთისთვის. ძალიან დიდი ფინანსების წყარო იყო და მთელს ახლო აღმოსავლეთში წარმოებული ნავთობის 40%-ს ბიპი აწარმოებდა ირანში. ამიტომ ირანის ნავთობის შენარჩუნება მაშინ ჯერ კიდევ იმპერია იყო ბრიტანეთი, იყო კრიტიკული მნიშვნელობის და პრეზიდენტი, მანამ კენედი პრეზიდენტი არ იყო, კენედიც კი იყო ჩასული იმისთვის, რომ მოსადეხსა და დასავლეთ შორის ურთიერთობები მოეწესრიგებინა. ავერალ ჰარიმანი იყო შუამავალი აი ამ მოლაპარაკებებში მოსადეხთან, როდესაც ნაციონალიზაცია მოახდინა. მოსადეხმა. მოსადეხი ამერიკაშიც იყო ჩასული. გაეროში მაშინ ძალიან ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო ეს გაერო, მაგრამ გაეროში გამოვიდა და გამოიტანა ირანის ინტერესების შესახებ ისაუბრა და მერე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ეჩისონი იყო თუ არ ვცდები მაშინ და სთხოვა დახმარება. ფინანსური დახმარება და ეუბნებოდა რომ ირანი არის ფაქტიურად ნახევრად უდაბნო სახელმწიფო, მას არაფერი არ გააჩნია ნავთობის გარდა, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის განვითარება და დახმარება გვჭირდება. და მაშინ რატომღაც ამერიკელებმა ამ დახმარების გაწევის სურვილი არ გამოთქვეს. მერე მოსადეყი ჩამოაგდეს, მართალია არ მოუკლავთ, მოსადეყი ჩამოაგდეს და შაჰი დააბრუნეს. და ეს კიდევ ცალკე ისტორია, როგორ მოხდა ნავთობკომპანიების დაბრუნება ირანში. ეს იყო კიდევ ცალკე ისტორია, რამ მხრივ იცით, რომ ნავთობკომპანიებს უკვე არა მარტო ირანში, არამედ ერაყშიც ჰქონდათ ძალიან ცუდი სახელი. ცუდი სახელი რა კუთხით, რომ ისინი მთავრობებთან არასწორად იქცეოდნენ. ადგილობრივ მთავრობებთან, მათ რაღაცა ოლიგოპოლური გარიგებები ჰქონდათ, მთავრობებთან არასწორად იქცეოდნენ, ამიტომ ამერიკელებს ჰქონდათ ისეთი ეჭვი, რომ უკმაყოფილო მთავრობები საბჭოთა კავშირისკენ მიიხედებოდნენ, მათ შორის ირანი. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა საბჭოთა კავშირს მაშინ ირანზე. და აი ეს ნავთობკომპანიების შემოყვანა აქ ნაციონალიზაციის შემდეგ არავის აღარ უნდოდა ირანში შემოსვლა. ძალიან დიდი პრობლემები იყო საბჭოთა გავლენის გავრცელების კუთხით და ფაქტობრივად 54 წელს დიდი კონსორციუმი რომ შეიქმნა ირანის ნავთობის იძულებით შეიყვანეს. კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება რომ არ დაუწყებდა ირანის კონსორციუმში მონაწილე ამერიკულ კომპანიებს ანტიმონოპოლური კანონმდებლობით დევნას თუ ისინი შევიდოდნენ გამონაკლის გააკეთებდნენ და ასე შევიდნენ მაშინ კომპანიები ირანში. ესე იგი ეს თეორია რასაც აი დუღილი რაც ვედი სამჭადრაკის პარტიაზე რომ ამერიკა და ისრაელი ერთად და სხვა შორის ეს ევროპის ქვეყნები თუ გავიხსენოთ ცუდთახისინ იყო, ну, თქვა ესე ანტიისრაელურ პოლიტიკაში იყვნენ ჩართული, ხო, ღაზას, პალესტინის ცნობით და ასე შემდეგ. მოკლედ არ იყო ეს მათ შორის ნათანიაჰუ, მგონი ეხლა სანქციების ქვეშ არის, ხო, ხალხის სასამართლოს. ხო, ესეც ამბავია, ხო, ევროპისთვის, ესე ვთქვათ, ევროპის არის. ხო და არის ფაქტურად თქვენ ახლა ამას ამბობთ, რომ ევროპის, ну, ბრიტანეთია ძირითადად, ხო, თავი, ესე იგი ამის გაყვანა ხდება აღმოსავლეთ და პირიქით გვიდრდება არის ბრიტანეთის. ხო და მაგრამ უკვე მთლიანად მე ვფიქრობ, რომ მე ესეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ აი ამ კუვეიტის თავგადასავლის შემდეგ, როდესაც მან საბჭოთა კავშირს მიმართა, რომ ესკორტირება გაეკეთებინათ მისი გემებისთვის, მისი ტანკერებისთვის. ამის შემდეგ მე ვფიქრობ, ეს სიტუაცია არის დაბრუნებული. ერაყ-კუვეიტის ომმა შემოიყვანა ამერიკული ბაზები და ირან-ერაყის ომი გახდა საფუძველი იმისთვის, რომ ვიღაცას უზრუნველყო ორმუზის ყურიდან ამ გალფის ქვეყნების ნავთობის ექსპორტის. ხო და აი ამას ვამბობ, ესე იგი როგორც არ უნდა დასრულდეს ისრაელი და ამერიკა და ისრაელი ფაქტია, რომ აქ თავის პოზიციებს ისე არ დათვალებენ. მე ვფიქრობ, რომ ახლა თუ ისრაელი და ამერიკა ვერ გაუმკლავდნენ ირანის მიერ
გალფის ქვეყნებზე და სხვა ნავთობწარმოებელ ქვეყნებზე დარტყმებს და ამ ქვეყნებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი ამერიკა, რომელიც შემოიყვანეს იმისთვის, რომ უზრუნველეყო მათი ნავთობის ექსპორტის ესკორტირება და ვერ შეძლეს მათ ამის გაკეთება, დიდი საფრთხე არის, რომ მათ ეს ამ ბაზებზე უარი თქვან საერთოდ. რისკენაც უბიძგებენ ალბათ. და უარი რო თქვან, მაშინ ვინ დაიცავს ამ ბაზებს საერთოდ? საერთოდ მაშინ მათ ვინ დაიცავს? ახლა ვინ იცავს? ახლა ვინ იცავს? ახლა ომია და იქცევა ყველაფერი. არ იქცევა, მაგრამ მაინც ამერიკაიც აბასე რო დარჩეს. ასო ბრიტანეთისკენ გადაიხრება მაგას ვაფშე შემთხვევაში. ბრიტანეთს ვარგის სამხედრო ძალა. ხიანობაში ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკის პოლიტიკა ევროპის თუ ის იმდენად უჩვეულო იყო, რომ მაინც მსოფლიო აზრი ესე პირდაპირ ამას ვერ ამობს, თორე სიამოვნებაში ამერიკა ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს, ხო, ეხლა უხეშად რო ვთქვათ, ეს რომელიც სულ ევროპის ინტერესში არ შედის მინიმუმი. ახლა სიტყვა ანტიევროპული, ესე ვთქვათ, ხო, ჯერ პრეხელობრა. ანტი ნიშნავს, რომ მაინც იმის წინააღმდეგ მოქმედებს. იმის ინტერესების არა ინტერესებს, ის თავის ინტერესებით მოქმედებს და გამოდის ერთმანეთს არ ემთხვევა რა. ამერიკის გარდა არავის არ აქვს ამ რუსეთის და ჩინეთის და ამერიკის გარდა არავის არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამიტომ ეს ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს. ამათი ინტერესი არის, რომ გავიდეს ამერიკა აქედან, ამ რეგიონიდან. ამერიკა არის გახლეჩილი სად ევროპაში ვენესუელასთან იქ არავინ არ იცის ვენესუელასთან ბრიტანეთი ჩვენ როგორც ნახეთ ჯონსონს როგორ არ დაეჯერება პრემიერ-მინისტრი იყო პოსტევის ანალიზით ყოფილა დაკავებული მაგალითად გუშინაც ნახეთ ესე მაგრამ ეს ახლა ბრიტანეთი აღარ არის სერიოზული ქვეყანა არა ნუ ახლა შესაძლებლობის თვალსაზრისით ახლა მე ვამბობ შესაძლებლობების სამხედრო შესაძლებლობების მას არ შეუძლია ერთი წუთით რო არ იქნას მე ირონიით არ ვლაპარაკობ მაგრამ როდესაც ბრიტანეთი ესე ვთქვათ როგორც სიტყვა ხოლმე ჩერჩილი ალბათ იქ ქვეყნად არ მინდა ახლა როგორც ამბობს ავომე ხოლმე რა ესე იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთი როგორც გვაქვს ხო გარდა ისტორიისა ალმოსილება და ასე შემდეგ და ნუ ყველაფრის იმათითვლება ხო და უცებ როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გუში გადაშალე მე პირველი რაც ვიფიქრე რომ მოიგონა პოსტები მოიგონა ახლა ეს იმიტომ რომ ანეკდოტი იყო აი ვოვოჩკაზე რო ანეკდოტებია რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ სიღრმისეულად შეისწავლა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოსტების საქმიანობა მაგისთვის ცალიათ არა ცალიათ კი არ ცალიათ ვთქვი რომ აი არ ვიცი აი სადახართ არ ვიცი ჯონსონის ფუნქცია თანამედროვე ბრიტანეთში არის. ხო და რატომ უფრო ეს უკვე არის რომ ერთი რამე ფაქტია რომ ამ რეგიონში სერიოზულად ვეღარ არის ჩართული. ნუ ერთი რაც არის ბრიტანეთს ახლა რაც ვერ ვიყო და სამხედრო ძლიერება რა თქმა უნდა შეიმჩნევა რომ ის არ არის ბრიტანეთის რაც იყო. როგორც ჩანს ვერც იქნება. როგორც ჩანს ვეღარც იქნება, მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ ვიტყვით. რბილი ძალა აქვს. რბილი ძალა ერთი და მეორე მის სადაზვერო პოტენციალზე, ანუ ისი დაზვერვის ინსტრუმენტები და ინსტიტუციები. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. დიდი გამოცდილება და ქსელი აქვს საკმაოდ დიდი. ქსელი აი ამ მოქმედების. თუნდაც ტელევიზიების და მედია საშუალებების ქსელი. საინფორმაციო კამპანიების წარმოება იქნება ეს თუ თქვათ ინფორმაციის მოპოვება ვითარება და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა ჩვენს რეგიონშიც საკმაოდ სერიოზულად არის ცენტრალურ აზიაში. კი ბატონო, ანუ ეს ინსტრუმენტი ეს გასაგებია, აი ძლიერი აქტორია სოფლიო, აი გვერდიდან რო შეხედო, აი ამ თვალსაზრისით არის ძლიერი აქტორი, მას შეუძლია გარკვეული აი ძლიერი აქტორი ახლა სწორი არასწორი გადავდოთ და რატო გადავდოთ გვერდზე რომ სოფლიო ამ სისწორი და არასწორი და კეთილი და რაღაც ამას ეს არის ასე არ იმართება გიდა მოგწონს გიდა არ მოგწონს ეს არაძუს არ იმართებოდა ხა რო გაუცებულებერა და არც არანაირი საერთაშორისო სამართალი არ არსებობდა ხა ტრამპს ვაბრალებე როდის არსებობდა მე მგონი ახლაც აღარ არის ეს. არა, არც არასდროს არ იყო რა, ის წინა დიდი სამბით რო დაუჩვევებიათ ის სამართალი თუ ის ესე იყო, ის იყო უშიშროების საბჭოსი რა, ის იყო უშიშროების საბჭო იყო, გაერო ხო არ იყო სიამოვნებაში. 4 ქვეყანამ თქვა რომ აი ჩვენ ესე გვინდა და ესე იქნება. და ესე უნდა იყოს, სანამ იყვნენ და ნუ დაიშალა. მაგას გადავდო. ერთი არის ისრაელი და ამერიკა, ამერიკა და ისრაელი გამოიკვეთა რო არის ქმედითი მაგიდასთან შედან
სოფლიო თამაშის მაგიდასთან. ნუ ჩინეთი ესე ვთქვათ ზის გასაკვირველია და როგორც ახვალ და ეს ქვეყნები აი ამ კონფლიქტის ჭრილში ვამბობ. რუსეთიც გიდარგი დაიჯდა და კიდევ უფრო მეტად ალ-ნახაიანმა პუტინს დაურეკა გუშინ. ვინა? ალ-ნახაიანმა საიმიროების ემირმა დაურეკა და სთხოვა ცეცხლის შეწყვეტაზე შუამავლობას სთხოვა. დღეს დილით იყო ინფორმაცია, რომ პუტინი ელაპარაკა გალფის ყველა ქვეყანას, რომელიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა და ყველასთან გამართა დიალოგი ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული ფაქტორი ისინი მიიჩნევენ ყველასთან შეუძლია. ხო, დამასვლა სოფლიოში ესე გამოდის, რომ ეს ევროპა კითხვა რომ ჩვენ ცალკე ვდგებით, რაღაცა ვდგებით, მე რეძგვეს რომ უჭერთ, მაგრამ არ ჩავერებ, მოკლედ ესეთია, მაგრამ ჯერჯერობით ეს გაცხადები ვიკეთდება, არც არავინ არ ეუბნება, რომ ვინმე რამეს არც არავის არ უთქვია, რომ ვინმე ან გეკითხებით რამე ეს ან ომი მათ გარეშე დაიწყო, მათ გარეშე დასრულდება ეკონომიკა, ესე იგი აი ესეთი ნაწილია ესეთ სოფლიოს იმ დიდი იცით რა არის ევროპელ ლიდერებს არავინ სერიოზულად არ აღიქვამს. სანამდე ეს ლიდერობა არ წავა ალბათ ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების წონა და თუ არ მოვლენ ისეთი ლიდერები როგორიც იყვნენ თავის დროზე ჩერჩილი, დეგოლი, ან იგივე მიტერანი, თუ ესეთი ლიდერები არ დაბრუნდნენ ევროპის პოლიტიკაში, მე მგონი რომ ევროპა დიდხანს ვერ იქნება მაგ-მაგიდასთან. კი, არ გეკამათებით, მაგრამ დისკუსიის დასაწყისში თქვენ ბრძანეთ და გიორგი შენც და თქვენ ბრძანეთ დასაწყისში, რომ ეს ამერიკელებმა ვერ დათვალესო და შევიდნენ და მეორე ჭადრაკში თამაშობ ყოველთვის უნდა ის კი არ დათვალო რომ მოწინააღმდეგე რომ თამაშობს რომ ვერ დათვალა იქნება დათვალა შენ რომ დათვალე 7 სულევან დათვალა 9 ეს ხო არ არის აი ამ ფაქტია რომ ამერიკა რაღაც ახალ პოლიტიკას აწარმოებს სოფლიოში ხო ეს უკრაინასთან და მიმართებაში და საერთოდაც ეს ხო არ არის მარტო უკრაინის ომის დასრულების ამბავი შეცვალა თავისი პოლიტიკა საკმაოდ რადიკალურია ჩვენს ხოჯი გვიჭისა აი ამის გაგრძელება ხო არ არის მთლიანობაში ის კედაც მიდისი ახალი სოფლიო წესრიგისაგან. აი თუნდაც უყურებთ რომ აი ირანის ომთან დაკავშირებით რუსეთი და ამერიკის რიტორიკაც კი ესე ვთქვათ ეს რიტორიკა რატოა ხო შეიძლება საჩვენებლად იყოს მკაც რიტორიკა. დანარჩენ სოფლიოს ეუბნებიან რომ ნუ კი მოხდა, მაგრამ ისეთიც არაფერი თქვენ არ ინერვიულოთ. ჩვენ მოვნახავთ საერთო ენას. ამ სამ ძალას შორის აი განეგლულად რა შეიცვალა არაფერი. პირიქით გვეუბნებიან რომ თითქოს ესე იგი კითხვა ჩდება მაგალითად არ იცოდა ევროპის ქვეყნებმა, მაგრამ არ იცოდა პუტინმა მაგალითად ეს ამბავი. არ შეიძლება რომ პუტინს ეს ამბავი არ სცოდნოდა. რატომ? იმიტომ რომ ძალიან დაახლოვდნენ. და ირანმა თუ იცოდა რამე, ეცოდინებოდა პუტინსაც. ირანის ხელისუფლებამ თუ იცოდა რამე, ეცოდინებოდა რუსეთის დაზვერვასაც და პუტინსაც. და ჩინეთსაც მაჩვენებს. და ჩინეთსაც ამავე დროს. ამის გარდა ის რომ ამერიკიდან არ ეცოდინებოდა? ამერიკიდან რამდენად ეცოდინებოდათ მე არ ვიცი, მაგრამ აქიდან რო ეცოდინებოდათ ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ისეთი მომზადებული დახვდა ირანი აი ამ შეტევას, რომ არ შეიძლებოდა მათ ეს არ გაეთვალა. გარკვეული თვალსაზრისით სისულელეც იქნებოდა ირანის მხრიდან მომზადებული არ დახვედროდა, იმიტომ რომ წინა წლის ივნისის 12 დღიანმა კამპანიამ აჩვენა, რომ ეს კამპანია, ანუ ეს დაპირისპირება ამით არ დასრულდებოდა. მე ირანზე კი არ გვებავ რომ აი ამ ირანის ამბავი არ იწვევს კონფლიქტს, არ გამოიწვია კონფლიქტი ამერიკასა და რუსეთს შორის. იმიტომ რომ პუტინია თვითონ ასეთი. პუტინი არის ძალიან განსხვავებული ლიდერი. ძალიან დიდი გამოცდილების, უფრო მეტის ვიდრე სიცინპინი, საერთაშორისო არენაზე რუსეთის იმპერიიდან დაწყებული უდიდესი გამოცდილება აქვთ მათ და ამავე დროს ინსტიტუციური გამოცდილება. რამდენი წელია რაც პუტინი? მეორეც, მაგრამ მე თქვენ გამოცდილებას ამოთ, მაგრამ 2000 წლიდან. სიამდვილეში, რასაც გრძელვადიანში რა არის თუ ეს თუ ევროპაში როგორ უნდა დაალაგდეს პუტინი ესე ვთქვათ, აი ტრამპისგან მოდის პირდაპირ სიგნალები, რომ ის ესე ვთქვათ, როგორც ხედავს ევროპის მომავალს, ეს არ ეწინააღმდეგება პუტინის გეგმას, ხო, დაწყებული რაც ალიასკაზე რაც მოილაპარაკეს, ამ გეგმით მიდის. ტრამპს ეს სული ღიათავს, არ მოგწონთ ეს გეგმა, მაშინ თქვენ თავს დააბრალეთ. და ეხლა ეს რაც ხდება ირანში,
იგივე სიტუაცია რაში არ აწყობს პუტინს ახლა პირდაპირ ვილაპარაკო დავანებოთ გრძელვადიანზე და 50 მილიარდიან საქმეზე რაში არ აწყობს პუტინს ჩვეულებრივადაც ყველანაირად აწყობს პუტინს ეს არა მოკლევადიან პერსპექტივაში ნავთობის და გაზის 2 წლის განმავლობაში რომ სული მოითქვას და ბიუჯეტი შეივსოს ძალიანაც აწყობს მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ხანგრძლივია და მეორეა არა მარტო ბიუჯეტის შევსებაში ბისთვის ახლა კონფლიქტის ამბავში როცა სოფლიოს ყურადღება გადართულია ესე ვთქვათ უკრაინის ფაქტორი გრასაკვირველია ეგ შემოდის უკრაინის ფაქტორი იმიტომ რომ ეხლა თეორიულად იმაზე შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ პირობითად ამერიკელებს მოუწიათ დათანხმება ირანის რეჟიმის შენარჩუნებაზე და რაღაცა ვთქვათ გასაღება იმისა რომ უკვე ამერიკის ესე ვთქვათ ყოფობას ახლო აღმოსავლეთში სერიოზული პრობლემები შეექმნება ცხადია და არა მგონია რომ ამერიკას ხანგრძლივ პერსპექტივაში ეგ შეეძლოს არავის აღარ შეუძლია ესა. ხო, მაგას ვამბობ, ანუ აქედან გამომდინარე, მას თუ მოუწია, რომ ირანის არსებულ რეჟიმს დათანხმდეს, ანუ არსებობას დათანხმდეს და მიიღოს ესე ვთქვათ მოცემულობად, რომ ეს არის. ამის შემდეგ ეს არის მოცემულობა. ანუ შეიძლება რომ თუ არ დაშალა ირანი? ხო, თუ არ დაშალა ირანი, თუ ვერ მოახერხა ირანის დაშლა. მაშინ აქ ერთი რამე არის, უნდა ილაპარაკონ ერთმანეთში რომ ირანი გაიხსნას, ირანში არ იყოს მარტო ერთი მიმართულების პოლიტიკური ძალა და შემოიყვანონ ოპოზიცია თუ არსებობს, თუ სადმე არის და ჩვენ არ ვიცით და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არ მიდის და ის ხალხი რომელიც იანვარში იყო ქუჩაში გამოსული იმათ თუ რაიმე აქვთ, რაიმე აზრები აქვთ, ან ლიდერები ყავთ, ან რაღაცა, ასეთი და შეთანხმდნენ რომ ხელისუფლება ირანის არ იყოს ერთპარტიული. და ერთი მიმართულების. გავდივართ იქიდან ჩვენი თემიდან ეს არ არის, მაგრამ ეს ახლა არ მინდა რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს რასაც ვამბობ. ეს ნიშნავს რომ დიდ მინიმუმ ეს არჩევნების და ეს არჩევნების დანიშნვას კი არ არის ირანში, ეს არის დიდი სამოქალაქო ომი. ოღონდ სამოქალაქო ომიც არ ქვია ამას, იმიტომ რომ ეს არის რეგიონალური ჩარევა. ამაში გინდა არ გინდა ერევა თურქეთი, რომელიც ძალიან შეშფოთებულია და სხვა შორის ლაპარაკობთ ამ ნატო ერთიანობაზე და თურქეთმა პირდაპირ გააკეთა რომ ეს იყო არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლე, ესე თქვა ჩავიარა თორე უმწვავესი განცხადება გააკეთა, იმიტომ რომ ცეცხლი უკიდია, ხო? ისრაელის ესეთი ვთქვათ, ასე ვთქვათ ისტორიული მოწინააღმდეგეა რა. ეს არის მაშინ ეს 40 სრუტე კი არა, 40 ყურე კი არა, ის დაგვრჩება უკან სოფლიოს ესე იგი ეს ნიშნავს კონფლიქტს აღმოსავლეთში რას ეს ესე არ ჩაივლის ესე მარტივად, ან უნდა გაიყვანონ თლიანად ამერიკული ბაზები. ამას რას იზამს ახლა, ვთქვათ ოპოზიციაც არის ვიღაცა და არჩევნები უნდა, ეს ხო არჩევნებზე არ ხდება. იქ ხო ვიღაცა უნდა დადგეს ეს ძალა რომ დაიმორჩილოს, უნდა დადგეს ჯარი, უნდა დადგეს ტანკები, უნდა დადგეს და სტაბილურობა უნდა იყოს და მეორე უნდა ერთმანეთში უნდა იყოს მიღწეული და ბელუჯები უნდა მოელაპარაკონ ფარსებს და იქ თურქები იმას და ამას. იქ ხო მარტო ეს ჩვენ 3-4 ვიცი და იქ რამდენიმე ამბავია, იქ სარწმუნოებრივი ამბებია და ასე შემდეგ. რისი რესურსიც როგორც ეს ვის აწყობს? რა მინდა გითხრა, ესეთი არეულობა არ ვიცი თუ ენერგეტიკულის რატო მაინტერესებს, არ ვიცი ამერიკას თუ აწყობს. ეს რა ის დამთავრებული იქნება 40 სრუტეს ლაპარაკი, უბრალოდ მორჩება, ხო? ამერიკას რაშენ თავისი ნავთობი აქვს, თავისი გაზი აქვს. ეს არის ტრადიციული ნავთობი და ეს არის ძალიან სპეციფიური ნავთობი. ხო და მაშინ ის არაბული ქვეყნები, რომლებიც ჩვენ ვიცით რომ ქვეყნებია და სინამდვილეში ასაკურველია დიდი პატივისა და სუვერენიტეტის დაცვის და ისინი ხო ნავთობზე აღმოცენდნენ ესენი ეს ხო ერთი იცით რა არის რატომ გაიზარდა რუსეთის გავლენა 2011 წელს როდესაც ამერიკამ თავისი არატრადიციული ნავთობის და გაზის ექსპორტი დაიწყო მცირე რაოდენობით მას შემდეგ გაძლიერდა რუსეთის გავლენა სპარსეთის ყურეში და არაბულ ქვეყნებში იმიტომ რომ მათ თუ მანამდე იყვნენ სტრატეგიული მნიშვნელობის უსაფრთხოების კუთხით დასავლეთისთვის, აღმოჩნდა რომ ამერიკისთვის ნავთობის და გაზის კუთხით აქ უსაფრთხოება საინტერესო აღარ იყო. იგივე ცენტრალური ხო, აი ეს არის ფაშინა, თუ ეს არ იქნება
ეს ხო მარტო ნავთობის ქვეყნები აღარ ეს ხო იყო უკვე ფინანსური ხაბები ხდებოდა ხო დუბაი უკვე ფინანსური ხაბი ტურიზმი აი როგორც უსაფრთხოების მაგრამ მან შემოდის ეს რა ქვია მაგას ეგრეთ წოდებული პეტროდოლარის საკითხი ანუ თუ პეტროდოლარის საკითხიც არის მაგრამ ვენესუელითაც შეუძლია მაგას ეგ შეინარჩუნოს კი მაგრამ კანადა თუ კარგავს ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე კონტროლს ესე ვთქვათ მის გაყიდვაზე კონტროლს ასე ანუ ის ნიშნავს რომ პეტროდოლარის გავლენა მნიშვნელოვნად მცირდება ხო ანუ გლობალურ ბაზარზე ვაჭრობის ნაწილში ხო მაგრამ მას არ შეუძლია ჩინეთი აიძულოს რომ შეიძინოს ნავთობი მაინც ყველასაც ამობთ თუ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ონკანები დაიკეტება არ ვინა თქვა მაგრამ არ დაიკეტება ჩინეთზე იქნება ორიენტირებული არა თუ აქ რასვამ ცეცხლი არასვამ თუ დიდი გლობალური ცეცხლი დაინთო და ამერიკა აქედან წაგებული არ დარჩება თქვენ არა თავის თავს უზრუნველყოფს რაღაც ნაწილს ევროპასაც მიაწოდეს რას მიაწოდეს და ესე ვთქვათ იქნება და აქ რუსეთს და ჩინეთს გაუჩენს ცეცხლს ხო, ნუ ამოცანა ეგ აქვს, რომ აქ ჩინეთის და რუსეთისთვის იყოს პრობლემები შექმნილი, ხო? აი მე ხომ მინიმალური პროგრამა ეგაა. ცენტრალურ აზიაზე დიდხანს ვიმუშავე. აი 2011 წლის შემდეგ სერიოზული წარმომადგენელი ამერიკის მხრიდან, ვინც ან ყაზახეთში, ან თურქმენეთში გამოვიდოდა და ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე რამეს იტყოდა, ეგეთი არ ყოფილა. ისინი ამბობდნენ, რომ ევროპამ თვითონ უნდა უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული მიწოდება და უსაფრთხოება. კი ბატონო. ამას მე პირადად 10 წელი დავდიოდი იქ და ყოველ წელს ხო იყო ამერიკის დელეგაციები. ესე იგი ჩვენ ისეთი ცეცხლები დავანთეთ და საფრთხეში ისეთი ხდება რომ ერთი კითხვა ხდება ძალიან აქტუალური ჰუმორის გარეშე. აი ტრამპს რო დაუსვეს თვითროდავში კითხვა. უცხოპლანეტელები არისებობენ თუ არაო და მან რო თქვა რომ სხვა ჩვენს არ გამოაქვეყნა ხო დოკუმენტები ერთი რამე იმიტომ რომ ამ დედამიწიდან არ გადაგვასახლონ ჩვენ ამ აქ ერთი რამე არის თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე ვინ არის დაინტერესებული სპარსეთის ყურიდან რესურსების გატანით უნდა შევხედოთ ვინ ყიდულობს ვისაც ამარაგებს ის არის დაინტერესებული იმაში, რომ ეს მარაგები მას არ შეუწყდეს. ამიტომ ლოგიკურია ის, რომ უსაფრთხოებაც უზრუნველყონ მათ, ვინც დაინტერესებული. ვინც არის დაინტერესებული. ასეთი ახლა არის ჩინეთი და ევროპა. ასეთი ახლა არის ჩინეთი და ევროპა თუ რუსეთზე მთლიანად ჩახსნა უნდა, ასეთი არის ინდოეთი, ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ აზია. აი ხა ზუსტად მიდიხარ და უფრო გამოგეთო ჯადა. აქედან ევროპას უთხრეს რომ საერთოდ გაწეული ამამიდან და როგორც ჩანს ვერ მოასწრებს აქ ვერანაირად ჩართვას. სიგნალი დამოკიდებულს გახდა. ხო, ეს მოკლედ მიუჩინეს რომ აი შენ ბაგაზე და დაგაბამთ აქ და აქ რასაც დაგიყრით იყავი და ეკაგინ ამას პოლიტიკური შედეგებიც მოყვება რომ თქვენ ლაპარაკიც არ გავიგო ბევრი და მე ეს ლიდერების ცვლილებებზეც ამბავია ხო მას ვიღაცა თulis ვის ხელშიც არის ჭადრაკი ხა თავისთავად თქვათ მხედარი ძლიერი ფიგურაა თუ არ არის მაგრამ მოჭადრაკის ხელშია როცა უნდა მაშინ გაწირავს ხო ხა მხედარი ბევრს თუ ალაპარაკდა პაიკი ისაც უნდა იმ რომელ ფიგურასაც უნდა იმას დაძრა ჩინეთი ფაქტორია სხვადასხვის ჩინეთი თვალსაზრისითაც არის ფაქტორი რომ ამ ახალი მსოფლიო წესრიგით უკვე ვინცად დაიწყებს უკვე ოპერაციას თავის ინტერესებიდან გამომდინარე ეს სიგნალიც არის ხო ახლო აი სამართლებრივად და მორალურად ყველა შეუძლია თავის ამ რეჟიმში გადავედით უკვე სამართლებრივად თუ შენ მე ჩავთვლი რომ საფრთხეს მიქმნი თუ გაქვს თავი აქ ერთი რამე უნდა ვთქვათ კიდევ ნავთობის მოხმარება და გაზის მოხმარება დამოკიდებულია ქვეყნები როგორ ვითარდებიან ეკონომიკურად. თუ ჩინეთმა დაკარგა თავისი ბაზარი ევროპაში, თუ დაკარგა სამხრეთ ამერიკაში და ეს რაღაც. არც მას აღარ ნავთობი და გაზი საჭიროა იმისთვის, ევროპის დასუსტება. რომ ეკონომიკა ამოძრავოს. ჩვენ ვუყურებთ ევროპის ძლიერება, ესე ევროპაც ესე ვუყურებთ და ყოველთვის ეს ერთიანი ბლოკია და ჩინეთის წინააღმდეგ და მოხდება რომ ევროპის დასუსტება და თავიდან დაკარგება რასაკურველი ხო აი მიდის ანუ და ამერიკა ისევ ისეთი ძლიერი კი არა შეიძლება მეტად ძლიერი იყოს კიდევ უფრო მეტად და აი ევროპა კი ჩინეთი კი უკვე თავის პროდუქციით
აი მაგაშია საქმე, პროდუქციას აწარმოებ იმისთვის, რომ გაყიდო. გაიტანო. შიდა ბაზარი კი აქვს დიდი. იქ სამხრეთ აღმოსავლეთ აზია ძალიან მრავალრიცხოვანი ქვეყნები არის შემადგენლობით და რაოდენობით, მაგრამ მას სჭირდება თავისი ბაზარი. ეს გზები ააშენა, ამხელა თანხები არის ჩადებული ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აქ სპარსეთის ყურეში. ახლა ეს ქვეყნები თუ ამას გაწყვეტინეთ, მაგრამ თუ ეს არის მაშინ ამერიკამ რასაც აკეთებს, არც ისეთი ქვეყნები, არც ისეთი მოუფიქრებელი არ არის, ესე იგი რაც არა, ნამდვილად. რთული თემა არის, აი რთული ჭადრაკია. მაგრამ აქ უნდა ვახსენოთ ისიც, მაგალითად, ეს რადგან გზები ახსენეთ, ხო, სულ ცოტა ხნის წინ იყო, როცა ჩინეთიდან მატარებელი ჩავიდა თეირანში და რამდენიმე წლის წინ იყო განცხადებული 25 მილიარდიანი ინვესტიცია ნავთობგადამამუშავებელ პროცესში ჩინეთში. საერთოდ დაგეგმილი არის 400 მილიონი დოლარის შეტანა, მათ შორის ეს არის 400 მილიარდი. არა, მილიონი. სად არის დაგეგმილი 400? ჩინეთში. ჩინეთში შეტანა? ირანში. 400 მილიარდი. ალბათ მილიარდი. 400 მილიონი არაფერი არ არის. ხო, ალბათ მილიარდი. ხო, იმიტომ რომ 25 მილიარდი ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ იყო ნავთობმოპოვებაში ჩადებული. კი, რუსეთს აქვს ასევე გეგმა დაახლოებით მაგივე რაოდენობის 8 მილიარდი უკვე ჩადებული აქვს რუსებს, 50 მილიარდი დაგეგმილი აქვს. ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იგი ვენესუელის იქით ინვესტიციები, აქეთ ინვესტიციები ჩინური, იქ აფრიკაში ძალიან მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ასევე ჩინეთი, ისე რომ ჩინეთი ძალიან ბევრს კარგავს. ხო, აი, თემა რა არის ახლა? თავისთავად ამოცანა არის, რომ ჩინეთის განეიტრალება და მისი პოტენციალის განეიტრალება, ეს საგზაო პოტენციალის განეიტრალება ახლო აღმოსავლეთზე გამოვლით, ანუ ამერიკის რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში. აქ საქმე ის არის, რომ რამდენად ეს გამოვა. ანუ მთელი ამბავი ამაში მდგომარეობს, რომ რამდენად შეუძლია ეს ყველაფერი გამოიყვანოს ამერიკამ აი ამ დაპირისპირებიდან. ამის გამოსვლის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის პროგრამა მინიმუმის შესრულებით, რომ აურიო იქ ყველაფერი. ანუ შენთვის ეს არ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, აქაური ენერგორესურსები შენ არ გჭირდება, მაგრამ თუ აურევ, დაასუსტებ იმებს, ვისაც ის ჭირდება. მაგალითად ჩინეთს ამ შემთხვევაში, ანუ რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში. ანუ პროგრამა მინიმუმი არევა ვითარების, აი ეს ქაოსი ირანის ტერიტორიაზე არის ამ ინტერესების სახურება. შეთქმულების თეორია ჩვენ რატო არჩევ ვარიანტს, რომ შენს დაახლოებით შენი ამბავი წარმოიდგინო, ხო? ეს ერთ-ერთზე, აი გლობალური მოთამაშეები. სად შეხვდნენ და ვინ შეხვდნენ? ეს თუ რამე შეხვდნენ ჯერჯერობით მარტო ტრამპი და პუტინი ერთმანეთს. ეხლა მარტის ბოლოს ჩადის ტრამპი ჩინეთში. აბსოლუტურად. ჯერ შეხვდნენ ესენი. ფაქტია რომ კმაყოფილები დარჩნენ და ესეთი პირი ჩანდა რომ შემდეგ გაგრძელებისაც რომ ეხლაც ხوار ხდება რომ ზუსტად რაღაცა სტრატეგიაში მოილაპარაკეს. აი მე აქეთ წავალ და შენ აქეთ წადი. ხო? ეს ხდება ხოლმე. აი როგორც კორუფცია და ბრიტანეთმა დებათ როგორ გავს. აქამდე მე, იქამდე შენ. ხო, რაღაცა ფაქტობრივად არის, რომ იმის მერე შვიდად არიან. ლექსიკის დონეზეც კი. აი ნახეთ, ჩვეულებრივ სიტუაციაში იყო ხოლმე და გავიზარდეთ ახალგაზრდები ხარ. აი ლექსიკა ესე იყო, ხო, რუსია სამშობლო ისე არ იტყოდა ამერიკელს რომ არ მიეყოლებინა. ესეთი დაშაქრული ენა ორივე მხრიდან თუ რაღაცა ტრამპი იტყვის ხოლმე მეორე დღეს ისევ ჭუჭი მოაყრის ხოლმე შაქარს, ხო? ესეთი არ ყოფილა. ეხლა ეს დაშაქრული ენა, იმიტომ ხوار ჭირდებათ, რომ ჩვენ მოგვატყუოთ, არა, ჩვენ რო გავიგოთ, ეს არის, რომ აი მოკლედ ტრამპი არ უშვებს შესაძლებლობას გაუშვას, რომ ის ცნობს რუსეთს როგორც ფენომენს. ხო, აქ ჩვენ ვეულობთ, ეკებას ვამბობთ, ვიღაცა ამბობს, რომ ის გაუთავდა, ჭანჭიკი აღარა აქვს, ჩიპი აღარა აქვს, ურსულა რაღაცას. ეს ფაქტია, რომ ამას ცნობს. ესეთ შემთხვევას არ უშვებს, ცნობს, ხო? ომი მიდის უკვე. რეალურად რო ვთქვა, ხო, პრაქტიკულად იმომში ხო ამერიკაც მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ამერიკა აგერ ახლა მეორე ომი დაიწყო. ვისაც სტრატეგიულ მოკავშირესთან. წესით ნორმალურ ვითარებაში რუსეთი რო სამხედრო ძალით ჩარეულიყო,
ესეც კი იძლეოდა ეს ხელშეკრულება ხო ამ საშუალებას. ნუ რა არის განცხადება გააკეთა. ძალიან თურქეთის განსხვავებული განცხადებაც არ გავუკეთებთ თქვა რომ ჩვენ ვართ ესე ვთქვათ. განცხადებაც გააკეთა და დიდი ვარაუდია რომ სადაზო რომ ინფორმაციასაც აწვდის და ტექნოლოგიებსაც აწვდის სიზუსტისთვის ამ და მე ამერიკაც აწვდის უკრაინას ესე ვთქვათ ეს ამიტომ ის იქ მონაწილეობს ომში ეს აქ მონაწილეობს ომში. თუ შეხედავ ამიტომ გეუბნები რომ რუსეთს ახლა ნუ ძელვადიანია აქვთ ეხა ფუფუდება ქვეყნებს 8 წლიანი დათვალონ ან ის ასაკი აქვთ ამ ლიდერებს ან უახლოეს პერიოდში ეს 2 წელიწად 3 წელიწად რუსეთისთვის ეს ერთი მაშველი რგოლი ნუ მას გადაუგდეს ვარამა ეს რუსეთისთვის ეს პოლიტიკურად ძიმე რაღაც სასვავობთ ხა ჩვენ როგორ შევა ადამიანების მაგრამ ნუ ესეა პოლიტიკა ეს რუსეთს აწყობს არ აწყობს ჩინეთს როგორ ჩინეთი ებმება ამ სიტუაციას არ აწყობს ევროპას არა რუსეთისთვისაც არ არის ეს არანაირად იმიტომ რომ ჩინეთი არის ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი რომელშიც ჩინეთი და რუსეთი არიან ეს არის პრესტიჟის ამბავი შანხაის ორგანიზაციის ბრიქსის ევრაზიული ეკონომიკური და იყიდის დავთობს რუსეთიდან ირანიდან ამ იმის რა ქვია ბრიქსის დამფუძნებელი აი მე მაბადიეთ კი არ გაგავატებთ თქვენ მაინც ლაპარაკობთ საერთაშორისო და არა საერთაშორისო არ არის ეს შენ პრესტიჟ სამდენად შეგიძლია შენ დაიცვა შენი პარტნიორები იქ ვენესუელაში პრეზიდენტი აგაცალეს ფუკასავით რაღაცა ისე აქ ხა ირანში რეჟიმს გინგრევენ ვინ ახარ ბოლოს შენთ მოგადგებენ დუგინმა მაგითო თქვა სწორად რომ მე ჩვენ ვართო ამის შემდეგ ჩვენ ვართო ძალიან დიდი საფრთხე შემცველია ეს ესეთი მარტივი ამბავი არ არის რომ იქ რეჟიმი დათმო ეს ნიშნავს რომ შენ სისტემას ანგრევ რომელიც შენ აქეთკენ გაქვს აწყობილი ხო იმიტომ რომ ბრიქსი ხო ტყვილად არ არის ბრიქსის მიმართ ინტერესი გაიზარდა იმიტომ რომ აქ არის შესაძლებლობა განვითარების აი ჩვენ არ ვიდა პროგნოზია ჩვენ ვნახოთ როგორ განვითარება ეს გამოჩნდება იმიტომ რომ როგორ რა პოზიციებს დაიკავებს რუსეთი ევროპაში და ევროპაში დაკავება არის უკრაინის მეშვეობით აი ახლა აი ამ თელ ამ სიტუაციაში რუსეთისთვის არის ახლა რუსეთის არსებობის ნუ ეხლა რა თქმა უნდა უკრაინის კონფლიქტი არის მისი აი რო ვართ რომ შემოვიდა ტერმინი ეგზისტენცია გარდაუვალი ხო ქართული სასიცოცხლო ინტერესის მნიშვნელობით იხმარება ხო ეგზისტენციალურად თლად ბოლომდე სიტყვას არ ხვარობ ეხლა რუსეთის ბედი წყდება ეხლა უკრაინაში რეალურად რო ვთქოთ უკრაინაში წყდება ხო რა თქმა უნდა და იმიტომ არ არის ესეთი აქტიური ამ არა ერთი მომენტი არის პუტინის საერთოდ აქტიური განცხადებებით არ გამოირჩევა ზოგადად არ არის მყირალა პოლიტიკოსი ნახეთ თუ სოფლიოს და ამერიკას რუსეთის ესე ვთქვათ რომელიც კუთხეშია მიყედებული ხო ბევრიებით დამთავრება უნდა და აქეთ უნდა ყოფილიყო მთელი ყურადღება მიმართული ამ დროს თქო მე რა ვთქვა ირანის გახსნა ამ დროს კიდე მეორე ფრონტია მის წინააღმდეგ თუ ეხმარება ამ ვითარებაში არა მეორე ფრონტია რუსეთის წინააღმდეგ არის ნუ აი ნახბაში თუ კიდევ ერთი ქვეყანა ახსენეთ თქვენ რომ ეკონომიკურად რა შეასუსტებს ეს რუსეთს ეკონომიკურად არაფერში ხო დაახლოებით 5 მილიარდიანი ვაჭრობა აქვთ და ვაჭრობის ძირითადი ეს არის რუბლებში მიდის ეროვნულ ერთეულებში მიდის ვაჭრობა ეხლა რუსეთისთვის ამოცანა არის აი უახლოეს პერიოდი წელი გულისხმობ უკრაინასთან უკვე გადავიდა ყველა უნდა უკრაინასთან ომი დაასრულოს და დაასრულოს უნდა იმ პირობებით რომ თვითონ აი გადაწყდება რომ მისი პრესტიჟი იქ წყდება იქ რა თქმა უნდა ამერიკელი ექსპერტები მე ვისაც ვუსმენ მე ხო ამერიკელებსაც ვუსმენ რუსებსაც ვუსმენ ინფორმაციებს ვუსმენ რომ შევადარო ვინ რას ლაპარაკობს ამერიკელი ექსპერტები ამბობენ რომ ახლა რუსეთს არაფერი არ უშლის ხელს რომ ოდესამდე მივიდეს ამ მოცემულობაში ხო და ამას იმიტომ რომ ამერიკა არის მთლიანად ჩართული აი ამ პროცესში. ეხლა ჩვენ უვლით ვართ იგივეს ვამბობთ, ესე იგი ვამბობთ, რომ თუ ამერიკა მიმსვაგერად გადავიდა იქით, ეს გადმოინაცვლებს აქედან ნახოთ აი როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ეხლა უკრაინისთვის არ არის საუკეთესო ეხლა ვითარებს და არც ევროპისთვის. არ არის, იმიტომ რომ იარაღის ჯერ ერთის რაკეტების გადატანა უწევთ და არც და მეც ვთქვა და თქვენ რო პრესტიჟი და მორალურად თქვით, არც მორალურად, იმიტომ რომ მორალურადაც მას ხელი ეხსნება ხლა ლაპარაკი იმაზე რომ რუსეთის საერთაშორისო სამართალს არ ღვევს ევროპის მხრიდან, რომელმაც აი მეორე ფრონტი მე ვისაც უყურებ ეს არის გახსნილი ევროპის მიმართ ახლა. ერთი ფრონტი აქვს რუსეთს გახსნილი და მეორე ფრონტი ამ ხელ ამბავი ხდება და ბებერ ევროპას, რომელიც ამერიკის დამაარსებელია, ხო?
საქართველოს ხო არ დაუარსებია კი ამ მომენტ ორი ქართველი იყო კოლუმბთან ერთად, მაგრამ იცით რა არის, ისევ კუვეიტის ამბავს დაუბრუნდები, მაშინ ამერიკული ბაზები რომ გაჩნდა, მანამდე ამერიკული ბაზები გაჩნდებოდა აი ამ ომის პროცესში, როდესაც ერაყი და ირანი ერთმანეთს ეომებოდნენ, მაშინ ევროპელებმაც გამოაგზავნეს თავისი ფლოტი. მაგრამ ევროპელებს თავისი მომარაგების უსაფრთხოებისთვის იქ ბაზები არ შეუქმნიათ. მარტო იმას აქვს თურქეთს აქვს ყატარში ბაზა თუ ბაჰრეინში. მეშინი არ შემეშალოს ბაზა აქვს და ახალი გაკეთებულია ეგ ბაზა სხვათა შორის 2016 წლის შემდეგ გააკეთა. ამის თქმა მინდა რა ევროპელებმა მაშინაც მიუხედავად რომ მაშინაც ეს იყო მთავარი მომარაგებელი ახლო აღმოსავლეთი იყო მათთვის მთავარი მომარაგებელი თავისი ბაზა არც ბრიტანელებს დიეგო გარსიას არსად ბაზა არ გაუკეთებიათ. უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ამერიკა. ახლა ამერიკა აქედან არაფერს არ იღებს. იღებს, ვინც იღებს. ხო და თანდათან მივედით იქიდან რასაც ვთქვი. ინტერესი ვინც იღებს, უსაფრთხოების ინტერესი არის მისი. რატომ არის რუსეთისთვის უსაფრთხოების ინტერესი? იმიტომ რომ ირანი თუ ჩამოიშალა, 90 მილიონიანი ქვეყანა მთლიანად შეესება მთელს რეგიონს, მათ შორის ცენტრალურ აზიის დესტაბილიზაცია, კავკასიის დესტაბილიზაცია, იმიტომ რომ ნაწილი აქეთ წამოვა, ნაწილი იქით წავა, ნაწილი იქით წავა და მთელს რეგიონს ჩამოშლის. და მისი ძალების გადანაწილება დასავლეთიდან მოხდება უკვე. ხო და შეიძლება იბროტა და ილიკო და ილერონის არ იყოს რას უჩივა იგიო, იმას რომ და ამერიკა რომელმაც უნდა რუსეთს, ესე იგი ევროპას, რომელიც ტორტის ნაჭერივით შექმნა, ეკონომიკურად ჩაასხა, დაიცვა და ყველაფერი ეხლა დადგა დათვლის და უთხრა რომ შენ იქნები ის დანამატი შენ ეს არ გამოიყენეს ეს თქვა დაგაჩენი ლირიკა არის რომ შენ ღირებულებების აღარ იცავდა ევროპა და რაღაცა შენ უნდა იყო ლამაზი სამუზეუმო ექსპონატი შენი ხმა არ უნდა გავიგო ზედმეტი და ხებ ჩემი ეკონომიკური ინტერესები უნდა დავიცვა და რასაც მოგიტან ხოლმე იმით იქნები კმაყოფილი აი ახლა ეს არის ევროპის სამაზის შეგობა და მე ვითვალისწინებ იმ ძალას რომელიცაც აქვს ბირთვული იარაღი და რუსეთი ხალხი ერთად რითი არის გასოპარებ შემთხვევაში არის ბირთვული აქვს ბირთვული იარაღი და მე მგონია ესე და მე რასაც ვკითხულ უფრო აქედან ჩინეთი მნიშვნელოვნად ზარალდება და დამოკიდებული ხდება მაგრამ ჩინეთი ამ ნიადაგზე ხდება უფრო რუსეთზე რაღაცნაირად დამოკიდებული ხა ეს პრესტიჟი რუსეთის პრესტიჟი წყდება უკრაინაში ახლა ესე ვთქვათ მთელი შიგნითაც და ეგ არის მნიშვნელოვანი როგორ გაიგებს რუსეთის მოქალაქე თავის პრესტიჟს გარეთ ახლა პრესტიჟი შიგნით როგორ გაიგებს იგი გადაწყდება და ამერიკა იბრუნებს თავის პოზიციებს აი ეს ვითარება აი ნახოთ აბეს როგორ კი ბატონო ერთი ქვეყანა ახსენეთ წეღან რომელზეც არ გვისაუბრია და ნელა შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ ინდოეთი სადაც სწორედ რამდენიმე დღით ადრე იყო ვიზიტი ინდოეთის და თურქეთი ძალიან ესე ვთქვა თურქეთი ძალიან მძიმე რომელსაც რეგიონალურ თურქეთი რატო არის იცი საფიქრალი დღესალ თურქეთი ჰქონდა პრეტენზია და იყო რეგიონალური ლიდერი და თურქეთი ძალიან თუ გადახედა ერდოღანი მათ შორის ის შედიოდა ფუნქციაში და იყო რომ იყო სრულიად მუსლიმების ლიდერი შიიტების და სინტკერა აი ეს უნდა რომ ესე ვთქვათ გამოეკვეთა ეს ერთ-ერთი ცალკე სფეროა და ჩვენ უფრო ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ და სწორია მაგრამ აქ არის პოლიტიკური ასპექტიც და ის ირაციონალიზმი იმიტომ რომ ეს მუსლიმების კი არ გაუხა ეს თემა არის ეს ახლა როგორ შეხედავს ამას მუსლიმური სამყარო უზარმაზარი მაგის გარდა არის ერთი მომენტი რომ იდეაში თუ ეხლა ჩვენ არ ერთი რაღაცაც უნდა გავითვალისწინოთ ხო ისრაელის ინტერესები რომელსაც ემსახურება ამერიკის ეს მთელი რა ხო ორი იმდენი რომ ისე ვთქვათ ორი იმდენი რომ მიწის ქვეშ არის ორი იმდენი და თუ ისრაელი ამერიკასთან ერთად აღწევს ირანისგან ნეიტრალებას ანუ აი სისტემის ჩამოშლას და ასე შემდეგ ხო პრინციპში ისრაელისთვის შემდეგი სამიზნე შეიძლება თურქეთი იყოს ამ თვალსაზრისით რომ როგორ განეიტრალოს ერდოღანის ხელისუფლება რომელიც მისთვის არ არის ასურველი. შემდეგი რიგში თურქეთი მოდის, იმიტომ რომ თურქეთმა, ესე იგი ეს ირანი იჩემებდა და ცუდი მდგარიგებდნენ მუსულმანური სამყაროს ლიდერობას დასავლეთთან წინააღმდეგობაში. დავანებოთ, გარდა შიიტე და სუნიტებს შორის წინააღმდეგობის. და თუ ეს ლიდერი წაიფორხილებს, მაშინ ბუნებრივია ლიდერი ხო უნდა დარჩეს და მაშინ თურქეთი. კი ბატონო. იცით რა არის პირველი მსოფლიო ომის დროს გეგმა იყო ასეთი, ეს გეგმა ხელშეკრულებითაც გაფორმდა.
თურქეთის ოტომანთა იმპერიის ნამსხვრევებზე უნდა აღმოცენებულიყო ორი დიდი სახელმწიფო. მაშინ ბალფურის დეკლარაციით ისრაელი უკვე იქმნებოდა და უნდა შექმნილიყო დიდი სომხეთი შავ ზღვაზე გასასვლელით და დიდი ქურთული სახელმწიფო. და საბერძნეთიც მეგონი ისეთი გაფართოებული. აი ეს გეგმა არსებობდა. ქურთული სახელმწიფო მაშინ ვერ შეიქმნა. მაშინ პარალელურად სხვათა შორის ბრიტანეთის იმპერია ხალიფატის აღდგენას ჰპირდებოდა ჰიჯაზში ჰაშემიტების ლიდერს, რომლის შვილიც მერე სირიაში მეფედ დასვეს. სხვა შორის სუნიტი იყო და დაუსვეს შიიტებს მეფედ. მაშინ იყო ეს გეგმა. ახლა ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქურთებმა დღეს ეხლა ვთქვათ, ქურთებს აქვთ ამის პოტენციალი დემოგრაფიულად. ეხლა სხვას უბრალოდ არ აქვს, არც ებრაელებს არ აქვს, არც სომხებს არ აქვს. ნუ დემოგრაფიიდან გამომდინარე. დიახ, ქურთებს აქვს ძალიან მებრძოლიერია. სალადინის შთამომავლები არიან. კი ბატონო. ძალიან მებრძოლია, კარგი ურთიერთობა აქვთ როგორც რუსებთან, ისე დასავლეთთან, მათ შორის ამერიკასთან და ევროპასთან. არის სხვადასხვა ჯგუფები ქურთების, ამისი, იმისი. ქურთული სახელმწიფო შექმნა ჩამოშლის მთლიანად ახლო აღმოსავლეთს და გააჩენს პროდასავლურ სუნიტურ ქვეყანას. აი ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შეიძლება ერდოღანმა აი ამ პროცესში დაინახოს. ირანთან მიმართებაში, ამით არის განპირობებული აი ეს დამოკიდებულება ჩემი აზრით იმ ინფორმაციიდან, რასაც მე ხედავ. ისტორია, რასაც აჩვენებს, ეს პროდასავლური აღმოსავლეთისთვის და მუსულმან ქვეყნებში არის დროითი დროიმდე, რუსული სიტყვა დროითი დრომდეა. და ეს რამდენად იქნება საბოლოო ჯამში პროდასავლური, ეს მეორე საკითხია. კი ბატონო, საუდის არაბეთი პროამერიკული იყო 60 წლამდე. რატომ? იმიტომ რომ დაინახეს რომ დაახლოებით 50 და 60 სიაწყობდა. არა, პროდასავლური იყო მაშინ, როდესაც გაერთიანებული საემიროები დაინახა, რომ მისი გასასვლელი ოკეანეზე იყო განაგეცი იცით რომ პროდასავლური იყო საგარეო პოლიტიკაში, რაც აწყობდა თორე საუდის არაბეთი თავის ცხოვრების წესით ამერიკის პოლიტიკის გამტარი იყო. კი, მაგრამ პროდასავლეთს მეგეუბნებით თავისი კულტურით, ეთნიკით დამოკიდებული. მათ არც დასავლეთს არ აინტერესებდა მათი პროდასავლურობა, აინტერესებდათ სტაბილურობა და ნავთობი. ხო და იგივე მანაც ნებისმიერ წუთში შეიძლება ის რჩება, რასაკვირველი აღმოსავლეთის ქვეყანა თავისი მთელი. კი ბატონო, პრაგმატული ურთიერთობები ჰქონდათ შიდა საქმეში არის. ჩვენ მას არ ვთქვათ, ესე იგი ეს თურქეთისთვის ეს არის ტვირთი. ამბავია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სოფლიო ხარ გააჩერებს, ესე იგი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თურქეთისთვის კი არა, ყველა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს ხელშეკრულებები არსებობდა, ეს არ არის ვიღაცა ექსპერტის ვარაუდის დონეზე, ეს არსებობდა, კაცო. პირველი მსოფლიო ომის პროცესში ეს არსებობდა და იციან ამ ქვეყნებმა ამ ისტორიების შესახებ. იცის ჩვენ ამ მაგარ ორიენტაციას ესე თან ჩვენგან ეს რჩება სანტიმეტრებით რო აიღოს თითოეულმა, აი 200-300-400 კილომეტრში ესე ყველაზე უფრო შორს ჩვენგან ხდება ეს. ესე ვთქვათ, ამბავი ქურთის ინდოეთს დავუბრუნდეთ. დიახ, თუ შეიძლება ერთი-ორი სიტყვით ინდოეთიც თქვა. ინდოეთზე მინდა გითხრათ ერთი რამე. ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში ერთი საინტერესო მომენტი არის. ინდოეთს თავისი დამოკიდებულებიდან პაკისტანის მიმართ აქვს ძალიან ეჭვიანი და არ ვიტყოდე არა მეგობრული, მაგრამ არც ძალიან მეგობრული დამოკიდებულებები მუსულმანურ ქვეყნებთან. ეს არის მისი ტკივილი, ეს პაკისტანისთან დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ეს არის მისი შინაგანი ტრამვა, რომელიც მას აიძულებს ძალიან დიდი მიკროსკოპი. ისტორიიდან მოყვება ეს. დიახ, ძველი ისტორიიდან. დიახ, მოყვება, რომ ძალიან დიდი მიკროსკოპის ქვეშ უყუროს თავის დამოკიდებულებას მუსულმანური ქვეყნების მიმართ. ამიტომ იყო მისი დამოკიდებულება რუსების მიმართ, საბჭოთა კავშირის დროსაც და ახლა ძალიან დადებითი, იგივე ქრისტიანების და დასავლეთის მიმართ და იგივე ისრაელის მიმართ. ახლა რაც შეეხება ეს მის ჩასვლას ისრაელში, მე რომ მკითხოთ, ახლა მე ჩემი სარკმელიდან ვუყურებ, მე ხომ არ ვფლობ თენს ინფორმაციას, მაგრამ მისი ჩასვლა აი ამ დარტყმების წინ
იყო ჩემი აზრით ეჭვი მაინც უნდა ჰქონოდა რომ რაღაცა შეიძლება მომხდარიყო. ამიტომ მისი ჩასვლა იყო ძალიან ჩემი აზრით ძალიან არაგონივრული. ხარდაჭერის გამომხატველი იყო პრინციპში. ხარდაჭერის გამომხატველი იყო ძალიან არაგონივრული ჩემი აზრით. მაგრამ აბრაამი გააზრებული იყო, მან თავისი არჩევანი გააკეთა. აბრაამის შეთანხმებები ამის შემდეგ რამდენად განხორციელებადია ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ იქ ისეთი სიტუაცია ისე ვითარდება, ახლო აღმოსავლეთში ვითარება, რომ რით დასრულდება და როგორ დაალაგდება ჭადრაკის ფიგურები, დღეს ამას ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ მისი ინტერესი რომ აბრაამის შეთანხმება განხორციელდეს, რაც გვერდსაულის მას რა ქვია სუეცის არხს გვერდსაულის წითელ ზღვას ევროკავშირთან მას ურთიერთობები შეიძლება გაუმჯობესდეს ექსპორტი არც ევროკავშირისთვის არ არის პრობლემა ინდოეთთან ურთიერთობა მასთან ეკონომიკური კავშირის გაღრმავება ეს მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი აბრაამის შეთანხმება და ამიტომ მან არჩევანი გააკეთა თუმცა რომ დავასრულოთ თქვენ კარგი თქვით ისტორია და მთელი ახლა სპარსეთის თქმულებები, ნაწარმოებები ძველი და ის არის და ისტორიას რო ყვებიან, მაგრამ არის ჩვეულებრივად ადგა შახი, ჩვეულებრივად ინდოეთზე ირაშკი. ეს ინდოეთი არის და ეს ინდოეთს ეს არ მიდის ეს უკვალოთ ეს ყველაფერი. ახლა ჩვენც ბევრი გამოცდილი ხო ესე ვთქვათ ეს ყველა იმპერია ახლო აღმოსავლეთის სასანიდების ჩათვლით ჩვენი წელთაღრიცხვაზე რო გადმოვიტანოთ უკვე ეს ამბავი ინდოეთამდე მიდიოდნენ ისინი. ინდოეთამდე და დაასრულდა საწყალ ქართველებსაც დელიში ისეთი აქვს ნაუმარი სპარსელებთან ერთად და ერეკლევებსაც ხო და ასო ეს ახსოვთ მათ ეს ძალიან დიდი ისტორიული ტრამვა მე ხლა პაკისტანი ვახსენე როგორც ახალი გამოცდილება მაგრამ ზოგადად მაშინ აი ეს რა ქვია პესიმისტური არ არის ეს რა რა გვინდოდა ინდოეთში რა ნორმალურად სპარსელები ჩვენ რა ავღანეთში რა გვინდოდა ისე თქვი ამიტომ რაღაც ოპტიმისტურად დავასრულე პარიზში რა გვინდოდა რუსის ჯართან ერთად დროშით. ნუ პარიზში კაი იყო მაინც იმ დროს. მოკლედ ჩვენ ერთი არის რომ ეს ახლა როგორ ვილაპარაკეთ ერთია, მაგრამ ეს ნიშნავს რომ მოწონს ვიღაცას არ მოწონს, ახლა ვიღაცას თავის თორე რამდენი აი დუხს ეს დედამიწა. აი დუხს ეს დედამიწა და აქინდა 100 იმდენი ესე ვთქვათ ფიქრი და ძალიან დიდი აი ზოგჯერ ხო ეუდა რომ დავშვიდე და წყლარად უნდა იყო ახლა რა ესეთი რომ გაძრეებიდან თორე ეს აგერ ხდება შენ გარშემო და ესე იულად საკუთხედში ვარ პირდაპირ გითხარით თქვენი ოპტიმისტური სიტყვა და დავასრულოთ დღევანდელი პოდკასტი მე ოპტიმიზმს ასე ვხედავ და ანუ ჯერ ფაქტობრივი ინფორმაცია რაც მოდის ამ ოპტიმიზმის მყარი ოპტიმიზმის საფუძველს მე არ მაძლევს მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება ალბათ რაც დროზე შეწყდება ომი თორე ჩვენ ვერ გადავრჩებით თუ ირანი დაიშალა და ტოლვილების ტალღა გავრცელდა აქეთ იქით ვერ გადავრჩებით ამ პროცესს ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი არის პუტინმა და თუ ნამდვილად მელოუნი არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში ტრამპმა რაღაცნაირად ეს თემა ჩახურონ და სპარსეთის ყურეზე რაღაცა თემებზე შეთანხმდნენ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში აქ იქნება ხანგრძლივი ომი ეს ომი იქნება დამღუპველი ყველასთვის იქნება აუცილებლად პარტიზანული მოძრაობები იმ ქვეყნებში სადაც შიიტები წარმოადგენენ რაღაცა პროცენტს შემადგენლობის მოსახლეობის ამიტომ ვამბობდა მე დავწერე კიდეც რომ აიათოლა ხამენეის მკვლელობა იყო ყველაზე უგუნური რაც შეიძლებოდა ამათ გაეკეთებინათ აი ამ ირანთან მიმართებაში, იმიტომ რომ მოკლეს ასაკოვანი კაცი, რომელიც ისედაც განწირული იყო, კაცი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონის შესაძლებლობას, მოკლეს კაცი, რომელიც იყო ფაქტიურად მადესტაბილიზირებელი ფაქტორი. გორდიას კვანძი გაჭრეს. ნამდვილად და ამას რა მოყვება? ხაჭის გორდიას კვანძის ამბავი
ბარი ჩემ ოპტიმისტურსაც გეტყვი ძალიან ოპტიმისტურად ვადახე გორდიას კვაძის ამბავი ბევრნაირად განიმარტება და ერთ-ერთი განმარტება რომ იქო ვინც გაჭრისო ვის გახსნისო ის დაიკავს აღმოსავლეთო მან გაჭრა და სიმონში ვერ გახსნა და ეს გაჭრაზე არ იყო იქ არაფერი უნდა გაიხსნა იმიტომ რომ რთული ამბავი იყო და ეს ერთავეს ეუბნება ამ ამბავს და ამის პირობები არის მიუხედავად რაღაც თავის წინააღმდეგობების რთული ისტორიისა ეს სამი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკა სახელმწიფო ნათელია ხო აზერბაიჯანს ამათ კიდევ უფრო მეტად აი ამ სიტუაციამ არის რომ კიდევ უფრო მეტად კრავს ეს ინტერესები და უნდა გამოინახოს როგორმე რომ ამ სამ ქვეყანამ ერთობლივად შეძლოს ოპერირება საერთაშორისო საბრძოლოზე იმიტომ რომ ეს არის როგორც ერთი საკმარისი ერთი გაიხსნას და ესე ვთქვათ ერთის ახლა წაჩოქება ან რაღაცა იქნება ერთის პრობლემა არის ორივეზე გადავა იმ წუთშივე აბსოლუტურად ეს არის გინაჩინოეთი და გიდა არ მოიძებნა ჩვენ ძალიან დიდი სისწრაფით ვუახლოვდებით ბირთვულს თუნდაც ტაქტიკურს ძალიან დიდი სისწრაფით და ეს იმედია გონიერება ეყოფათ რომ ეს არ დაუშვან იმედია ვიქონიოთ რომ მაინც მადლობა სტუმრობისთვის მადლობა დაპატიჟებისთვის და წარმატებებს გისურვებთ აბა დავიმშვიდობოთ გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს შემდგომ პოდკასტში კარგად ზანდებოდეთ და წარმატებები